გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მადლობა და ერთი ტაში აქვე ჩვენ YouTube მოყოლებელს. არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ ხო? ჩვენი დღევანდელი თემა, მოდი პირდაპირ თემით დავიწყებ, რადგან ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვილაპარაკოთ. სათაური შევარჩიეთ AI ჩოხაში. რადგან ჩოხა ჩვენი იდენტობის ნაწილია, უნდა ვილაპარაკოთ ქართულ ენაზე, ქართულ ენაზე საუბრობ, მაგრამ ზოგადად ქართული ენის წარმომავლობაზე, წარმოშობაზე, რადგან ხელოვნური ინტელექტის შემდეგ ჩვენი სტუმარიც უკვე ხელოვნური ინტელექტთან ამ ქართული ენის ტანდემი და ინტეგრირება და რაც როგორ ხდება მაგ თემაზე ვისაუბრებ. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველას საინტერესო იქნება, რომ თვალი გადავავლოთ იმ პრეისტორიას, თუ რა მნიშვნელოვანი ფაქტები არსებობდა მანამდე, რამაც მოგვიტანა და შეგვინარჩუნა ქართული ენა. და ეს რამდენიმე საინტერესო ფაქტი მაქვს ამოღებული. თქვათ, პირველი რა თქმა უნდა ეს იყო მეოთხე საუკუნე ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში, რამაც ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა ამ დამწერლობის შექმნას და სწორედ ამ პერიოდში ცხადდება ქართული ენა სახელმწიფო ენად. შემდეგ მნიშვნელოვანი პერიოდი იყო უკვე მეხუთე საუკუნე და ეს დასაწყისი, როცა შეიქმნა ქართული დამწერლობა და ამასვე მოყვება მე უკვე შუშანიკის წამება და შუშანიკის წამება იყო როგორც მოგეხსენებათ პირველი ორიგინალური ნაწარმოები და აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ხელნაწერები არის ბუნებრივია. ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი პერიოდი არის, ახლა დიდი ნახტომები მაქვს, მაგრამ ძალიან ესეთი მომენტები რაც არის ისტორიიდან ეგ გვაქვს ამოღებული რა. მე-12 საუკუნე ოქროს ხანა ქართული ლიტერატურის, როცა შეიქმნა ვეფხისტყაოსანი ყაოსანი მათ შორის იმ პერიოდში. შემდეგ იყო უკვე ვახტანგ მე-6-ის სტამბა, უკვე 1700-ანი წლებია, მე-18 საუკუნის დასაწყისი, სადაც გამოიცა პირველი ქართული წიგნი, ნაბეჭდი წიგნი სახარება. ამის შემდეგ უკვე და აქ ძალიან საინტერესო, ცისკარი არის მანამდე, ეს 1861 წელი, როცა უკვე მედია და როცა ეს ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით და პუბლიცისტიკის დასაწყისი არის მოკლედ ქართულ სივრცეში და ამის შემდეგ ჩემი ერთ-ერთი დაკვირვება და აღმოჩენა იყო ერთი მომენტი, რომ ქართულ დედაენა გოგებაშვილის მიერ დასრულდა 1875 წელს, თუმცა მანამდე არსებობდა 1865 წელს პირველი ვარიანტი, ანუ დემო ვერსია თურმე ქონდა იაკობ გოგებაშვილის დედაენის და 10 წელი განულო, რომ შემდეგ სტრუქტურიზებული და სასკოლო სახელმძღვანელო ჩამოყალიბებული იყო რა. ამიტომ ეხლა ჩვენ რო ვაკვირდებით რაღაცა და ახალ იდეას ვიწყებთ, ან ახალ თემას გეგმავთ და ასე შემდეგ, კი მართალია გვინდა რომ მალე მივახციოთ წარმატებას, თუმცა დედაენაც თუ ამის ქვეშ იყო, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო იქ. ოკეი. შემდეგი არის უკვე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც დაფუძნა 1879 წელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი უკვე და ამ საზოგადოების მთავარი ამოცანა რა იყო, რომ ქართველებისთვის განსაკუთრებით სოფლებში მიეწვდინათ შესაძლებელი ყოფილიყო, ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქართული ლიტერატურა. იმიტომ რომ მოგეხსენებათ მაშინაც მარწუხების ქვეშ ვიყავით და ბრძოლები იყო ქართული ენასთან დაკავშირებით და ისიც გექნებათ გაგონილი, რომ თუ ვინმე განათლებას ღებულობდა, გარუსტიო ესე ეძახდნენ და ეს საზოგადოება სწორედ მაგას ემსახურებოდა, რომ ქართული ენა ყოფილიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი თავისი ლიტერატურით. ოკეი, რო წამოვიდეთ უკვე თანამედროვე ისტორიაში და უახლეს ისტორიაში 91 წელი არის, როცა იქნება უკვე უნიკოდი. უნიკოდი არის სისტემა, რომელიც აერთიანებს უნიკალურ კოდს ანიჭებს ყველა დამწერლობას მსოფლიოში. და სწორედ ამის მართველი ორგანო არის Unicode კონსორციუმი. და ესა Google, Apple, Microsoft, IBM, Adobe, Meta და სხვა კიდევ უნივერსიტეტები და ასე შემდეგ, სწორედ ესენი მართავენ და ქმნიან ამ სტანდარტს. სადაც უკვე გაჩნდა ქართული დამწერლობაც და შეიქმნა
Shift-ის დაგვიწერია Word-ში ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ფონტი და ამ ფონტს მოერგო უკვე ქართული ენაც, ეს უკვე 1998 წელია. ამის შემდეგ, უკვე იქნება ქართული ფონტები და დღესდღეობით 900-ზე მეტი ფონტი გვაქვს ახლა. დაახლოებით როგორც ნახე და ფონტსჯი და typeface-ი, სადაც შეგიძლიათ ქართული ფონტების გადმოწერა. და ფაქტიურად თუ აწი რა გველოდება, ვარ თუ AI-ის ხანაში, გეუბნება, გელაპარაკება, გეტყვის, თუმცა რაღაც იქ გრამატიკულში, რაღაცა იქ შეიძლება წინადადება გამომართავ იყოს, ან და აზროვნება ქართული ბუნებრივად უჭერს. და რაც აქვს ახლა სასწაული არის ეს აზროვნება. შესაბამისად, ამ თემის ირგვლივ რომ ახლა სადავართ და საით მივდივართ, სწორედ მაგით გვყავს დღეს სტუმრად ბატონი რატი სხილტლაძე, რომელიც არის ქართული AI-ის ენაგრამის დამფუძნებელი და ვისაუბრებთ როგორ ხდება ენაგრამის განვითარება და თხოვთ ბატონო რატი. ერთი ეს არის წამება არის მოკლედ რომ ჯერ რაღაც ტექსტი დაწერო, ახლა მე ტექსტებზე მუშაობ ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად. და ერთი არის რაღაც ტექსტი დაწერო და მე შეამოწმდა. ამ ყველაფერს ემატება რომ მე შენ დაწეროს რომ ვერ ამოწმებ და შანსი არ არის რომ რაღაცა არ გაგეპაროს და სხვის დაწერილში რომ ნახულ უფრო შეცდომა არის და ეგრევე ვიდიხარ და ვიბაშვები და მე ვაკითხებ სხვას და რაღაცა დოკუმენტს და ეხლა ბოლოს რაც დავიწყე ენაგრამის გამოყენა, ერთ-ერთი არის სპელჩეკერი რა. და რა იმხელა შვება არის. რაღაც ან ჯერ ხო რაღაცა დროს გიზოგავს და ასე შემდეგ ეგ თავის ყველაფერი გასაგები არის, თუმცა ფაქტიურად ყავს ასისტენტი რა, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი ჩვენ ცხოვრებაში, ენაგრამიც ეგრე შემოდის. მოდი დავიწყოთ ზოგადად ამ დაბადებაზე რა. როდის დაიბადა ეს ენაგრამი, მე როგორც ვიცი მანამდე წარსებობდა და აი დედაენის არ იყოს, მე რაღაც გამოვიდა გამოანათა. დიდი ისტორია აქვს ენაგრამს, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, რაღაც არაჩვეულებრივ გარემოში მივხვდი და მიხარია ახალგაზრდებთან შეხვედრა. ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო სინამდვილეში, მე ვარ მათემატიკოსი, თავიდან მათემატიკური ფიზიკის მიმართულებით მუშაობდი და 2003 წელს, როცა ეს დავიცავი და რაღაც თქვი, რომ ეხლა რაღაც რადიკალურად უნდა შევცვალო ჩვენ ცხოვრებაში და მაშინ გავაკეთე არჩევანი, რომ მინდოდა ენობრივი ტექნოლოგიების შესწავლა, მათემატიკური მოდელირება ჩემი სპეციალობა და ამ ცოდნის გამოყენება ამ სფეროში და რაღაც ქართული ენისთვისაც რაღაც ჩემი წვლილი მის დაცვაში და განვითარებაში შემეტანა. და სულ დავიწყე დასწრება ლინგვისტების ღონისძიებებზე რა ხდება, როგორ რაღაც და აღმოაჩინე ერთ-ერთი პროფესორი თედო თურგაიძე, უდიდესი მეცნიერი, საოცარი ლინგვისტი და მას ჰქონდა ალტერნატიული მოდელი ქართული ენის მორფოლოგიური მოდელი, მორფოსინტაქსური უფრო სწორად და აღმოაჩინეთ, რომ ძალიან სუფთად და კარგად ითარგმნება მათემატიკის ენაზე და შესაბამისად პროგრამირების ენაზე და დავიწყე მასთან თანამშრომლობა. ანუ აღარ ჩამოვთვლი ალტერნატიული ცნობილი გრამატიკები, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან რთულად გადადიოდა ამ მოდელებში. და დავიწყეთ შექმნით ენის მოდელირების ასოციაცია 2006 წელს, არაჩვეულებრივი ჯგუფი შედგა, ბატონი თედოს და მითი მოსწავლეებიც, იყო ლალი ზუგბაია, მარია მანჭალაძე და სხვები. და დავიწყეთ ამ ბატონი თედოს სისტემის მიხედვით ქართული ენის მორფოლოგიური მოდელის, სრული მოდელის აგება. და ძალიან დიდი გზა გავიარეთ, შევქმნით ენაჯი, ბავშვებმა შეიძლება იციან, ეს შეიძლება გაუგიათ, შეიძლება არა, ძალიან ადრე 2007 წელს გავუშვით ეს საიტი, სადაც იყო პირველი ორთოგრაფიული ლექსიკონი, განმარტებითი ლექსიკონი. და აი ესეთი პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ანუ
ერთი პირველი წესი რაც მე შევიტანე მათ სამყაროში იყო რომ გამონაკლისი არ არსებობს. ანუ უყვართ ამ სოციალური და ფილოლოგიას ეს გამონაკლისი ანუ რა ვქნა არ არსებობს გამონაკლისი. ერთი სიტყვა ესე იგი ახალი წესი და ეს პრინციპი გავატარეთ და ბოლოს ავაგეთ ეს ძალიან დიდი შრომის ფასად პირველი მოდელი და მიზანი რა იყო ეს არ იყო უბრალოდ მოდელისთვის გვინდოდა პირველი ქართული მართლწერის შექმნა რა და მაშინ შევქმნით რუსთაველის ფონდის დახმარებით Microsoft Word-თან ინტეგრირებული პირველი მართლწერი. აი Microsoft ეხლა ჩვენ რო გვესმის Microsoft-ი, Cisco ასე შემდეგ ასეთ გვენთება. იმიტომ რომ ეს ის კომპანიებია, ნუ ძირითადად რომლიდანაც ჩვენ და სერტიფიცირებას და ასე შემდეგ გავუწევთ თანამშრომლობთ და თქვენი გადაკვეთა როგორ იყო? აი თქვათ რომ აი ამ პროცესში როდის მიხვდით რომ გჭირდებოდათ უკვე საერთაშორისო რაღაცა ძალების ჩართვა და გაძლიერება ენად? ხო, მოდი ეს ლოგიკურად გრძელდება აქედან ამ ჩვენი განვითარება, ესე იგი ეს მოუყევი მე პირველი სპელჩეკერი. შემდეგ მე ტელეკომის სფეროში მოღვაწეობდი 20 წელი, ეს იყო ასე ვთქვათ ჩემი გატაცება, მაგრამ მთელ თავისუფალ დროს ამას უთმობდი. მაგრამ შემდეგ უფრო მეტი დროის დათმობა მომიწია ტელეკომისთვის, პარალელურად ქონდა პროექტები, მაგრამ ყველაზე დიდი ასე ვთქვათ გარდატეხა იყო, როდესაც 2019 წელს მე ვთქვი რომ დამთავრდა მორჩა ყველაფერი, დამთავრდა დარჩა მარტო ენა, ენობრივი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი. შევქმნით დააფუძე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია და ენაგრამი არის ამ ლაბორატორიის მიერ შექმნილი ენობრივი პროდუქტები. გვინდოდა ენა ყოფილიყო და ენა და გრამატიკა არის მის ფუძეში გამოყენებული. და უკვე მოთხოვნები აბსოლუტურად სხვა იყო. ეს უკვე 2019 წელია, ვერ შევადრეთ ხო 2007 წელს, რომ აქ უკვე შენ თუ მართულ წერს აკეთებ, არ არის ის მარტო რომ შენს ვებგვერდზე ვინმე მოვა და აკოპირებს ტექსტს, გაასწორებს, წავა. აღარ არის ესე. უნდა იყოს extension-ი, რომ შეგეძლოს შენ Gmail-ში გაასწორო მართლწერა. უნდა იყოს Word-ის ედინი, რომელიც Microsoft-ის Store-ზეა გამოქვეყნებული, უნდა ინტეგრირდებოდეს Google Docs-ში, ხო? და ეს ყველაფერი უნდა იყოს მათ Store-ებზე, ხო? Google Play Store-ზე, Microsoft. და ამ მომენტიდან დაიწყო ძალიან დიდი გზის გავლა ამ კომპანიებთან პარტნიორობის აქ დამსწრე საზოგადოებასაც მოუწევს აპლიკაციების გამოქვეყნება, საკმაოდ დიდი, მაგრამ არ არის ძალიან ბიუროკრატიული, ჯერ შეგისწავლიან როგორც კომპანიას, რომ სანდო მართლა არსებობა, აქცავის წარმომადგენლობები, შემდეგ ამოწმებენ შენს კოდებს, რომლის გამოქვეყნებაც გინდა. პერსონალური მონაცემების მიაქცეთ ძალიან დიდი ყურადღება, პოლიტიკები, ყველაფერი დაწერილი, გააგისწორებენ დიზაინსაც კი. რომ UI UX-ი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტის და ბოლოს იმარჯვებ დადებენ შენს აპლიკაციებს თავიანთ სტორებზე, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება და შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივია. სიმართლე გითხრა, როდესაც შენ ერთხელ გამოქვეყნებული გაქვს, ჯერ ესეთი მათი წესები, მოლოდინები იცი და ახალ ვერსიებს აქვეყნებ. აი თქვენ ახსენეთ ახლა მე სანამ დამოვიწყდება ჩვენ საჩუქარი გვაქვს თქვენთვის და ეს ბრენდიც როცა იქნებოდა ზუსტად მის დამფუძნებასაც დაახლოებით ანალოგიური ისტორია აქვს, ხო? მისი ბექგრაუნდი ბანკებიდან წამოსული იყო და ეს არის ტყავის არტიზანული აქსესუარების ქართული ბრენდი. უღრმესი მადლობა, ძალიან ჩვენ მეგობარი გახდა ნაითოქის და სტუმრებისთვის ესე და ნუ ქართულზე როცა ვლაპარაკობთ, პირველ რიგში ენა, რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიურია და პროდუქტებისაც განსაკუთრებული ის ირთვება ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა. დიდი პატივისცემით. გაიხარეთ. ხო, იცით რამე და რო გკითხოთ, რომ აი ახსენეთ კიდეც რა საუბარში ქართული ენის სირთულე და რაც ასე შემდეგ. მე ყველაზე მეტად მაშინ მივხვდი აი ყველაზე მეტად რომ ქართული ენა რთულია, რომ ერთხელ დამჭირდა ეს უცხოეთთან საუბარში, რომ ამეხსნა კისკისი რას ნიშნავდა და ხარხარი.
რომ რაღაც უხსნიდი, რომ კისკისი არის რაღაცა წვრილი ხვიც, ხარხარი. ბოლოს უთხარი, რომ კისკისი არის ქალის სიცილი და ხარხარი არის კაცის სიცილი. ვერ მოვიშორე, ვერ მივხვდა, მივხვდი, რომ რა ქართული ენა ესე როცა გიწევს, რომ აუხსნა ვინმეს, მივხვდები, რომ რთულია რა. ამ პროექტზე მუშაობისას, სპეციფიკა, ყველაზე ისეთი რა იყო გამორჩეულად, რასაც ძალიან დიდი სირთულე და რაღაცა გამოწვია. ისეთი მარტივია ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი სიტყვა ზმნა. ზმნა არის სასწაული, ქართული ზმნა არის სიმდიდრე, მაგრამ როცა მისდევა ამ წესს, რომ არ არსებობს გამონაკლისი, ეს არის ურთულესი მოდელი. უბრალოდ გაოცებას იწვევს, ჩვენ როგორ ვიყენებთ სწორად ამ ზმნებს რა. ეს ჩვენ როცა მივყევით ამას, ხო, ეხლა ჩვენ ვიღებთ ჩვენი მოდელით 140 მილიონზე მეტ განსხვავებულ სიტყვა ფორმას. განსხვავებულ სიტყვა ფორმაზეა ჩვენი მოდელით. ხო, დიდი ნაწილი აქ უმრავლესობა არა, ზმნები არის, მაგრამ იმდენად რთული მოდელი ამ ზმნის, რომ აი რაღაც აუცილებლად ხდება ამ ჩვენს ქართველის ტვინში, როგორ მკეთდება. ზმნაში ახლა წარმოიდგინეთ ეს მოდელი, რომელსაც გამონაკლისი არ აქვს, ახლა პროგრამისტებს გავადვილდებათ, ერთი ზმნური ფუძე რო არის, იმის უკან არის 136,000 დაახლოებით კიდე რაღაცები უჯრა, რომელიც სხვადასხვა ზმნისთვის სხვადასხვანაირად ფორმირდება. წარმოგიდგენიათ, ასაკვირველია ყველა იმას არ ავსებს, მაგრამ ამდენი სელი უჯრა არის შესავსები. და ამან წაიღო უდიდესი ენერგია, მაგრამ რაღაც ძალიან დიდ სიამოვნებასაც ვიღებდით ამის. ხო, აქ ისიც როგორ რაღაცა აქ არ არის უკვე ვინ აკეთებდა ხა, ხო, ჩდება კითხვა, რომ აქ აღარ არის უბრალოდ რაოდენობრივ კეთებაზე, რომ მოდით ახლა ეს ზმნას ჩავსვათ, შინაგანი რაღაც სხვანაირი ტვინი თუ არ გაქვს, ამ მოდელს ვერ შეეგუებ, ვერ იმუშავებ რა და არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გამოჩნდნენ ამ ძველ კოჰორტასთან ერთად, რომელმაც ეს დაინახეს, წარმოიდგინეთ ამ ხელა მოდელი და აი შევქმნით რა და გავაკეთეთ ქართული ზმნის მოდელი. კიდე არის გასაკეთებელი, მაგრამ აი ის რომ გეგონა რომ ეს თითქმის გაუკეთებელია, ესენი 1-4 წლის წინ გადავლახეთ და დარჩა, ესენი როცა შეიძლება ყოველთვის ვაგვარო ისეთი პრობლემები. აი ხა არაერთხელ ახსენეთ და რომ გავაკეთეთ, რაღაცა გამოჩნდა ახალგაზრდა, აი გუნდზეც მინდა რომ გკითხოთ რა. ვინ დგას ენაგრამის უკან, თქვენთან ერთად, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ეს ამბავი ჩვენამდე მოაქვს რა, იმიტომ რომ ხანდახან კი არა, სულ ეგრე არის ხოლმე, რომ როცა გამზადებულ პროდუქტს იყენებ, მაგარია, მაგრამ რაღაცა იმის უკან რომ ადამიანები ამას ქმნიან, თან ისეთ რაღაცებს ცხოვრებას გვიმართებს, ძალიან საინტერესო არის. ენაგრამის გუნდზე რო გითხრათ? ხო, ჩვენ არ ვართ ესეთი კლასიკური AI კომპანია, იმიტომ რომ აი ეს ისტორია რომ მოვყევი თავიდანვე ძალიან დიდი წილი იყო ლინგვისტიკის და აი მცოდნეს რაც ქართულ ენათმეცნიერებაში იყო, აი მის თარგმნა იყო დაახლოებით 15 წელი ამას ვაკეთებდით. შემდეგ ახლა ეს მთელი ფიზიკის კანონები, ეს დიდი ენობრივი მოდელები რომ შემოვიდა, შეიცვალა და ალბათ ამაზეც ვისაუბრებთ. მაგრამ ერთი რამე, რაც უნდა თქვა, რომ როგორი ზომის კომპანიაც არ უნდა იყო, როდესაც შენ აკეთებ B2C პროდუქტს, შენ გჭირდება ძალიან ბევრი სახის სპეციალისტი. რასაკვირველია ფრონტენდი, ოღონდ ფრონტენდი ჩვეულებრივი არ ვიცი თქვენთან, ექსტენშენების კეთება. თავიდან რომ დაგვჭირდა, ჯერ ვეძებდით სპეციალისტს. ვერ ვნახეთ, კომპანიები ძალიან შორს იჭერდნენ, ან რაღაც ახლა ეს უნდა შევისწავლოთ რაღაც, გავზარდეთ ისეთი ჩვენს ხელში, იზრდებიან რა, გაიზარდა ესეთი ექსტენშენების სპეციალისტი და ედინების და ასე შემდეგ, რომ 2 დღის წინ გავიმარჯვეთ Mozilla-ს
ფანდის გრანტი მოვიპოვეთ, ვაკეთებთ Mozilla-სთვის სპეციალურ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მონაცემები შეგროვდება მთელ მსოფლიოში აი ეს მცირე რესურსიანი ენებისთვის, ამასაც შეგვიძლია მე ხო, ანუ სოფლიო მასშტაბის ის სპეციალისტი შემოგვეზარდა, ასე ვთქვათ, ხო? ფრონტენდი, UI UX-ი, სასწაულად მნიშვნელოვანი კომპონენტი, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ. ბოლოს რაც არ უნდა აკეთო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოხმარებელთან როგორ მიდის. ბექენდი რასაკვირველია. ახლა AI-ზე აღარ გავჩერდები, ცხადია და ლინგვისტები აუცილებელია, როცა საქმე გაქვს ისეთი ტიპის ენასთან, როგორც არის ქართული. მარტო ელელემი არ გმარა. დიახ. აი ზნაზე მახსენდება მიჭმიე, ეგეთი სამპირიანი რაღაცა. მიჭმიე თან არის ხო ხშირად მე შენ ის ყველაფერი და მაგის გარდა არის ხო კიდე შემომეჭამა და რაღაცა ეგეთი. ხო, ანუ ჩვენ ეს უცხოელების დასაბნევად გვაქვს ხოლმე შემომეხარჯა. და ეხლა როგორ უნდა ვასწავლოთ ტრანსფორმერს შემომეხარჯა ეს უნის ნიშნულობა და რას ნიშნავს დიდი ის არის რა ქვია აბზაცი რას ნიშნავს როგორი ემოციები ამაში და არა ხო არა ტრანსფორმერი მარტო არ იკმარებს პასუხია ხო ლინგვისტური ისენიც მარკერები გვჭირდება აი მუშაობის პროცესში აღმოაჩენ ამას აი როგორც ჩვენ გამჯდარი გვაქვს ჩვენია და თავისუფლად ლაპარაკობთ ამ რაღაცა ტერმინებს მაგრამ იქით უკვე ჩაშლა როცა ხდება. აი დიდი ენობრივი მოდელები ვახსენეთ და ნუ შემოვიდა უკვე ეს LLM მოდელები ჩვენთანაც და ფაქტიურად ნუ ეხლა პირველი რაც მოგდის ხოლმე თავში, როცა რაღაც თემაზეა სამუშაო, აგერ ჩვენი ძმა და მეგობარი GPT Gemini-თან არჩევანიც არის უკვე რა. იმის არ მოგეწონება ეს გააკეთო, ამის იმას მისცე, იმის პრომპტი ამას დააწერი, ნუ მოკლედ კარგ სამაგისტრო თემას დააწერ უკვე დღენახევარში. ფაქტიურად თავისი კვლევებით და ამბებით. აი კონკურენციას როგორ ხედავთ ამ ნაწილში და თქვათ ენაგრამის და რა აი ხო, ანუ ეს უნდა ვთქვათ, რომ აი ეს 2019 წელს როცა ჩვენ ჩამოყალიბდით ეს იყო მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, ჯერ AI არ იყო სათაურში გატანილი ისევ ამ ტრადიციული მეტნაკლებად ტრადიციული მეთოდებით მუშაობდით. LLM-ით შედარებით მოგვიანებით შეუდექით ამ საქმეს, უფრო ხმის სინთეზზე და text-to-speech და speech-to-text-ზე მუშაობდით, ამათ ცოტა წინ გაუსწრო ამ ტექნოლოგიებმა, ამ LLM-ის აფეთქებას, მაგრამ აი როდესაც დიდი ენობრივი მოდელები შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა რა, ანუ უცბად ანუ სხვა ეპოქა დაიწყო ჩვენთვის, ყველასთვის ალბათ, მაგრამ ეხლა ეს ჩვენზე აისახა ძალიან მნიშვნელოვნად და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით ესეთ განვითარების გზას, რომ ქონდა მართლწერი, უკვე ქონდა მორფოსინტაქსი, გვინდოდა გადასვლა სინტაქსურ ანალიზ, სინტაქსურ გამსწორებელზე და ასე შემდეგ, თქვათ, ჩვენ იდეალური ის არის გრამარლი, გვინდოდა რაღაც გრამარლი. ოღონდ არ ვფიქრობთ, რომ ენაგრამი მარტო ქართულ ენაზეა, ეს მრავალენოვანი პლატფორმა. გვინდოდა გრამარლი და რაღაც ჩვენ გეგმები ჰქონდა და რაღაც და უცბად წამოვიდა ეს უზარმაზარი რამაც ეს კანონები, ასე ვთქვათ, დაადგინა და უამრავი ამოცანა, რომელიც განდა-თვის წესრიგში მოიხსნა და გამოჩნდა აბსოლუტურად სხვა ინსტრუმენტები, რის საშუალებითაც ისეთი ამოცანები, რომელიც აი ალბათ 10 წლის მერე გადავწყვეტ, პირდაპირ დავიწყეთ იმ ამოცანების გადაწყვეტა, საუბარია სემანტიკაზე და აზრის გამოტანაზე ნაწერიდან და ამ ყველაფრიდან რა და შეცვალა ყველაფერი რა. თვითონ პროგრამირების პროცესიც შეცვალა, ხო, როდესაც ეძებდი შენ რაღაც კვალიფიკაციის, აი ეს ფილიგრანულად ძალიან სხვა არის. ძალიან სხვადასხვა რამ არის, როდესაც შენ სწავლობ სადღაც და უნდა რაღაც გააკეთო პროექტი, დაიცვა და როდესაც გადიხარ ბაზარზე, პროდუქტით,
ის და ყველანაირი ტესტერი გავლილი გარდა იქ იწყება რეალობაში აბსოლუტურად სხვა ტიპის სხვა სამყაროში ხვდები. აბსოლუტურად სხვა სამყაროში და იქ ჭირდება უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომელთაც აი ამ ნიუანსების, რომელიც შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მტკივნეულია, გასწორება შეეძლოთ. და უცბად ახლა ეს ხო მოვყევი სამწინადადებაში რა იყო აქამდე გამოწვევა. უცბად ეს შეიცვალა. ეს კანონები შეიცვალა. იმიტომ რომ ამ ნიუანსების გასწორება, ამ ყველაფრის ყველაზე მეტად სუფთად შეუძლია დიდ ენობრივ მოდელებს, ხო? და პირველ რიგში მიადგა პროგრამისტებს რა. აღარ მჭირდება იმდენი პროგრამისტი, რამდენიც ადრე მჭირდებოდა. ანუ ახლა ძალიან ხშირ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ რა ენერგიაც უნდა დავხარჯო პროგრამის, რომ დაუსვა ამოცანა, აი ეს მინდა, აი ამ ენერგიის ხარჯზე მე შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები დრო დავხარჯო და გადავწყვიტო უკვე ეს პრობლემა ჩემით. ხო, ანუ ეს არის ამ სფეროში უზარმაზარი ცვლილება რა. აი და აშკარად რა. სულ რაღაც შედარებით ის ამონდის ხოლმე თავში რა. ეხლა სულ გვახსოვს ალბათ და გვეუბნებოდა რომ ჩვენ პამპერსის გარეშე გავზარდეთ ბავშვები. ეგ იყო წინათაობის ისა და ეხლა მგონია რომ ჩვენი საალბარაკნი ჩვენ გაწო AI-ის გარეშე დავამთავრეთ უნივერსიტეტი და წერდით საკონტროლოებს. კი, არა, სხვა სამყაროა და ხა ეს კიდევ თქვი რომ ეს პირველ რიგში შეგეხოთ პროგრამისტებს. პროგრამისტები აღმოჩნდნენ ყველაზე აი რევოლუციაზე ხო ამბობენ რევოლუციო თავისშვილებს ჭამსოს ეხლა აღმოჩნდა პირველ რიგში მიადგა პროგრამისტებს იმიტომ რომ შენ თუ არ შეიცვალე შენი აზროვნების სტილი აბსოლუტურად მომენტალურად ნავს მიღმა თუ გემს მიღმა აღმოჩნდები რა აი იმ თემას რო დავუბრუნდეთ ისა ბატონო რა მცირე მასშტაბურ ენებთან დაკავშირებით რა სხვაობები და რა ის იყო ხო ეს ცოტა განმარტებებს მოვიყვან იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული თემაა და ერთ-ერთი მოტივი თქვათ მიზეზი რატომ შევქმნით ენაგრამი რატომ გადმოვერთეთ სრულად ამაზე ეს არის ეგეთი ცნება მცირე რესურსების მქონე ენა low resource language მცირე რესურსიანი ენა სხვათა შორის ეს გამოსვლების დროს რო ვიყენებ ამ ტერმინს და ქართულს მოვაყოლებ ხოლმე რომ ქართულ ძალიან დიდი პროტესტი მოყვება ხოლმე რომ როგორ არის ქართული მცირე რესურსი ამდენი სამწიგნობრო ენა და ყურსჭრის და ეს არის ტექნიკური ტერმინი კომპიუტერულ მეცნიერებებში რაც low resource language ნიშნავს რომ ამ ენაზე ციფრული მასალები რომელიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელად არის ცოტა ინტერნეტში არის ცოტა მარტო ამას ნიშნავს მეც არაფერს და ამ თვალსაზრისით ქართული ნამდვილად არის მცირე რესურსიანი ენა და ამაზე შეგვიძლია მე გავავრცელოთ საუბარი საზოგადოდ არის იუნესკოს შეფასებით არის სოფლიოში 7000 ცოცხალი ენა დაახლოებით 7000 ცოცხალი ენა ნიშნავს რომ ამ ენაზე არის ბუნებრივად მოსაუბრი ადამიანი ან როგორც დედაენას ის არა ნასწავლე წიგნიდან ჩვეულებრივი დედაენაში ამაში ჩაგეკითხებთ ჩვენი მეგრული სვანური თუშური შედის დიახ რასაკვირვებზეც აუცილებლად იმიტომ რომ მოზილას დაგვეხმარა ამ ენების ხარდაჭერაში ხო ამ 7000 ენის ბედი არის ძალიან სავალალო ეს პროგნოზი დაახლოებით 17 წლის წინ თუ უფრო ადრეც გაკეთდა იუნესკოს პროგნოზი რომ ამ ენების დიდი ალბათობით 90% 2100 წლისთვის იქნება მკვდარი ენა. ანუ ამაზე არავინ არ ისაუბრებს. როგორც ბუნებრივი ენა, ბუნებრივი მატარებელი ენის აღარ იქნება. და ეს იყო ამ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების რევოლუციამდე რა. ახლა სამწუხაროდ დაჩქარებულია ძალიან მაღალი ალბათობით. და რა იწვევს ახლა ამ ენების კდომას იწყებს გლობალიზაცია რომ როდესაც შენ გინდა განათლების მიღება როდესაც გინდა ბიზნესი ახლა ძალიან გაფართოებულია ხო საერთაშორისო
როცა იქნება ბიზნესი, განათლება, მეცნიერება, შენ იძულებული ხარ ეს გააკეთო რომელიმე დომინანტ ენაზე. და შენი ეროვნული ენის როლი უფრო და უფრო უკან იწევს და ეს არის გლობალიზაციის ეფექტი, მაგრამ ტექნოლოგიური რევოლუციის ეფექტი ის არის, რომ შენ ამასთანავე გჭირდება ამ ენის ტექნიკური მხარდაჭერა, მაგალითად ინგლისურად თუ შეგიძლია შენ უკან ნახო, თქვა Google-ს გინდა, არ ვიცი, დღემდე არ დადეს ჩემამდე რატო აკეთებენ ესე, ჩემი ბავშვები Google-ს იმის ნაცვლად რომ ეძებენ აკრიფონ, კარ ნახობენ და ესე ეძებენ. არ ვიცი რატო, მაგრამ ეს ანუ ხო რაღაც ესეთ ისა ხო და ხო აქ ცდომილება აკრიფე, არა ესე მირჩენია რა, კი ბატონო. ხო, ანუ ეს ჩვეულებრივი კომფორტები, რაც არის, ხო, და ეს ბავშვი იზრდება ამ გარემოში, თუ ენას არ აქვს, ის გადადის უკანა პლანზე. ხო, თუ შენ დიდენობრივ მოდელს მაგალითად არის ChatGPT, Claude, ასე შემდეგ და მარტო ინგლისურია და ქართული არ არის. რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა. მადლობა ღმერთს, ქართული არის. ანუ არის მეორე ტექნოლოგიური მომენტი, რომელიც ექსპონენციალურად აჩქარებს ენების გვდომას. კი ბატონო, ახლა საქართველოში გადმოვიდეთ, 7000 ენას ცოტა ხანი თავი დავანებოთ. ქართული, მეგრული, სვანური. ეს არის ქართული ენები, მეგრული და სვანური ცხადია. რესურსიანია, სადაც ქართულია ისინი არიან endangered, ანუ გაქრობის საფრთხის ქვეშ ენები და წვათუშური. წვათუშური არ არის ქართული ენა, მაგრამ წვათუშები ამ ენაზე საუბრობენ, კავკასიური ენა არასაკვირველია და ამ სამ ენაზე, ესე იგი ხო გითხარით, რომ ეს ციფრული რესურსების ნაკლებობა არის მთავარი პრობლემა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ენების გაქრობის. Mozilla's Foundation არის, მას აქვს ესეთი პლატფორმა Common Voice, რომელზეც აგროვებს ძალიან ბევრი ენის ენობრივ ხმებს, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის საწვრთნელად და პირველ რიგში ნებისმიერი AI სპეციალისტი გნებად ქართულის რასაც აკეთებს Common Voice-ის ბაზაზე წვრთნის speech to text. ჩვენც რა თქმა ამას აქტიურად ვიყენებთ, მაგრამ არ არის საკმარისი ინდუსტრიული ხარისხის შესაძლებლად, მაგრამ პირველ რიგში ამას ვაკეთებთ. და Mozilla Foundation-ს აქვს ინიციატივა, რომ გადაარჩინოს ენები. და 300 ენა და 100 ენას უჭერდა მხარს და ახლა 300 ენაზე უნდა აიყვანოს ეს რაოდენობა, გამოაცხადა წელს საგრანტო კონკურსი, რომ დაგვემატებინა ენები და ჩვენ ენაგრამად დავამატეთ მეგრული, სვანური და თუშური. წვათუშური, რაც გულისხმობდა ამ ენობრივი მასალის, ტექსტური მასალის ატვირთვას ბაზაში და შემდეგ როგორ ხდება ამ ხმების მოგროვება, ბუნებრივი ენის ბუნებრივი მატარებლები ამას კითხულობენ ამ ტექსტებს, 1000 საათი უნდა შეგვიგროვებინა. ეს ენები უკვე გაჩნდა, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის რუკაზე და პირველადი წვრთნა ხმის ტექნოლოგიების ამ ენაზე უკვე ყველა შეუძლია, ღია არის ეს ბაზა. ანუ ლოკომოტივი იყო ენაგრამი ამ ყველა. ხო, ანუ ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზებას, ხათ შორის აი ენის გვდომის მაგალითი რომ მოგიყვანოთ. თუშური ენა ხო, თუშურად საუბრობენ ზემო ალვანში, სადღაც 200 ადამიანია დარჩენილი, ვინც საუბრობს და ესე იგი speech to text-ისთვის მასალას რო აგროვებთ, იქ უნდა იყოს დაბალანსებული ქალი, კაცი, ახალგაზრდა, მოხუცი და ასე შემდეგ, რომ ყველანაირი ტემბრი ამოიცნოს და ყველაზე ახალგაზრდა ენის მატარებელი ცით რამდენი წლის იყო? 58. ანუ 20 წელიწადში აი ეს რო ჩამოთვალე, ხო? ეს 7 ორ კვირაში ერთი ენა გვდება, ხო? ანუ ეს ანუ ხელოვნური ინტელექტი მეორე მხრივ საშუალებას იძლევა ამ ენების შენახვა, დაკონსერვება მოხდეს, ხო? ახლა 20 წელიწადში ნუ დამთავრდა, ხო? როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს ენობრივი მასალა ბუნებრივი ენის მატარებლებისგან იქნება როგორც text to speech-ისთვის, ისე speech to text-ისთვის შეგროვებული,
ბუნებრივი ჟღერადობა ამენის ხელოვნური ინტელექტის მიერ ჟღერებული, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ხმოვანება დარჩება სამუდამოდ, თუმცა სამუდამოდ დაიკარგება. ხო, ბუნებრივი. აი კრეადორაზე გამახსენდა და ზოგადად ქართულ რაღაცა ბრენდებს და სტარტაპებს რო ვაკვირდები ხოლმე, რაღაცნაირად ემოციურად ვარ განწყობილი ამათ მიმართ. პირველი ქართული ესე ჯოვანი მორა არის სტარტაპი, რომელიც ტანის 60-ზე ქართულ პრინტებს აკეთებს და მახსოვს ერთ მარკეტინგული კამპანია ჰქონდათ, რომ მე მგონი ეხლაც აქვს, აი არ გადამემოწმე, ეხ გამახსენდა, რომ აი ენების არჩევაში საიტზე რა, იყო ინგლისური, ქართული, სვანური და მეგრული დაამატეს, რომ ენების არჩევაში რაღაცა და მაშინ მქონდა რაღაც ეს თავში ის ვაუ ეფექტი, ნუ ჯერ კაი ის არის ზოგადად, რომ ეს ქართულს კიდე გაუსვეს ხაზი და მეორე რამის უკან რა იდგა ეხლა, ანუ ეს მეგრული და სვანური რაღაცა როგორ შეიძლება რა ფონტი და არ სიტყვები რაღაცა ესენი და ვერა მოხსენი. ანუ და მივხვდი რომ დიდი შრომა იყო ამის უკან ალბათ რაღაცა. საუბრობთ ძალიან დიდი შრომა, ანუ ეხლა მეგრული და სვანური არ არის სადამწერლობო ენა, ხო? ყველა ქართულად წერდა ყველა წერილსაც და ყველაფერს, ხო, რასაკვირველია. და თუ გნებავთ ამ Mozilla-ს გრანტის ფარგლებში, რომ ჩვენ ეს ტექსტები აგვეტვირთვა, რომელიც უნდა გაახმოვანებულიყო, აღმოჩნდა რომ გამოწვევა რა, ესე წიგნები ხო არ არის ამენებს გამოცემული და სპეციალისტები, ნუ არიან ამ ენათმეცნიერების ინსტიტუტში ამენების სპეციალისტები, მათ ასე ვთქვათ, მასალები ატვირთეს. გამოწვევა იყო ასონიშნები, იმიტომ რომ ამენებში არის ასონიშნები, ძალიან გაცილებით მეტია მაგალითად სვანურში, ვიდრე ქართულში გაცილებით და არ არის Unicode-ში გაწერილი ესენი. და რაღაც სპეციალური ფონტი დავწერეთ სხვათა შორის scientific anagram, ასე ქვია რაღაც, სადაც აბსოლუტურად ყველა ასონიშანი არის გათვალისწინებული და ამ სამეცნიერო მიზნებისთვის ამ ტექსტებით, რომ სხვანაირად არ შეიძლება რაღაც ეს დავადგინეთ. ეს Unicode-ის კონსორციუმში გვინდა წარვადგინოთ, რომ გჭირდება რა, ეს ენები უნდა გადავარჩინოთ და Unicode-ში უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული. აი ამ გზის გავლას ვაპირებთ. სხვა შორის უნდა თქვა ასევე აფხაზურზე. აფხაზური არის სახელმწიფო ენა, ჩვენი სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მაგალითად პრეზიდენტის გვერდი, მთავრობის გვერდი ორენოვანია თუ აფხაზურსაც უჭერს მხარს. და ჩვენ გვაქვს სხვა შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირების ხარდაჭერა ენობრივი ტექნოლოგიები ეს ძალიან დიდი და საინტერესო თემაა, შეგვიძლია შემდეგ ამაზეც ვისაუბროთ. ხმის სინთეზატორი ქართულის გვაქვს უკვე დიდი ხანია და რამდენიმე გვერდი არის ადაპტირებული უსინათლოებისთვის და ეხლა ვაკეთებთ აფხაზურისთვის იგივეს. რომ აფხაზური ენაზე მოსაუბრე უსინათლო, როცა შევა პრეზიდენტის გვერდზე ან სამთავრობო გვერდზე და ან სხვა გვერდზეც იყოს ტექნოლოგიურად ხარდაჭერილი, რასაკვირველია, ამას რაღაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ვაღიარებთ აფხაზურ ენას, ხარს უჭერთ მის განვითარებას. აი ძალიან ეს უსინათლო შემოსავლების სამსახურში მუშაობდი მაშინ, ეს 2016-17 წელი, მახსოვს რომ მაშინ გაკეთდა უსინათლოებისთვის საგადასახადოს გვერდი რა. და მაშინაც ეგეთი ისკოდა. რაღაც mind blow თავში. როგორ და რანაირად. ამის უკან თქვათ, ანუ აი თუნდაც ხმოვანი, ან როგორ გადადის თქო ტექსტი ამ შეზღუდულ ხმის იმაში ამ ცალკე იბადება თავიდან კიდე ეგენა ხმოვანი თუ მარტივად ხდება თუ აი რა პროცესი არის დაახლოებით. ყველაფერი არის data. ყველაფერი არის მონაცემი. პირველად იყო მონაცემი, არის ჩვენ პრინციპი. ანუ ეს მოდელი უკვე აღარ არის საიდუმლო, გავცვლენით დაკოტრონით, ესეთი მოდელი არის დაკოტრონორით. 4 წელია გავიდა უკვე მეტიც ამ მოდელის გაწვრთნიდან. უბრალოდ უნდა იყოს აუდიო ჩანაწერები, სადღაც 20 წამამდე ხანგრძლივობის შესაბამისი ტექსტით და შემდეგ დაკოტრონი ამაზე იწვრთნება. უბრალოდ უნდა იყოს სუფთა მონაცემი.
და ნუ ანუ ხელოვნური ინტელექტი არის აი სიურპრიზებით, მოულოდნელებით სავსე. არ ვამბობ იმას, რომ როდის რომელი მოდელი გაჩნდება კლოდი და სხვა შორის აბსოლუტურად აი ვინც აკვირდებით, სასწაული ტემპით ვითარდება. ეს მოდელები ერთი წლის წინ როგორც ცნობდნენ ქართულს და ახლა დღეს როგორ გესაუბრებიან, სრულიად აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროა რა. ანუ მაშინ როცა გავწვდენთ ეს იყო, ნუ რაღაც სასწაული, არც როცა თქვენს ახალგაზრდებმა, რომლებიც მოვიდნენ იმ დროისთვის გიჟური იდეით, საუბრობთ ჩვენ იმაზე ენობრივ მოდელებზე, მორფოლოგიურ სინტაქსზე რაღაც და მოდი გავაკეთოთ ხმის სინთეზი. როგორ გავაკეთოთ? ეს დიდი პრობლემაა ეს რაღაცა. არა, ჩვენ გავაკეთეთ. აი ეს მონაცემები გვინდა და ეს იყო გაოცება. რო სუფთა ქართულით, მე შეგიძლიათ ნახოთ, თქვათ, საპენსიო გვერდი არის და კომუნიკაციების კომისიის გვერდი, ჩვენი ხმის სინთეზატორი, აბსოლუტურად ადამიანის ხმით, პირველივე გადაწყვეტაზე, ანუ ეგეთ რამე არ ხდება ხოლმე და პირველივე გადაწყვეტაზე ალაპარაკდა სუფთა ქართულით. ანუ ეს სიგიჟეები ყოველთვის აკეთეთ. ძალიან მაგარია. ხო, დიახ. აი ქართველებზე ჩვენ გვიყვარს ხოლმე რა, რაღაც საქმე თუ გვიყვარს, მაგრად ვაკეთებთ. ზოგადად, მით უმეტეს თუ რაღაცა ის ტვინის ქიმია შედგა, აი ძალიან მაგრად ვაკეთებთ და თუნდაც საზღვარგარეთ, თუნდაც აი სილიკონის ველზე, რაც ვიცი, ქართული გონება გამოირჩევა იქ თუ ეძებენ ძალიან იქ ის შეუძლია დასაქმება აი პროგრამირებაში და ასე შემდეგ და მაგის იმედი გვაქვს. თავარია მონდომება რაღაც არ დავაკლოთ ძალისხმევა. აი მაინც იმ თემას რო ჩაუღრმავდეთ, აი მონაცემების დეფიციტს რა. მან ნუ დიდი გამოწვევა არის და როგორ რა ის დგას თქვათ ამ ბრძოლის მექანიზმები ამასთან. როგორც წყვეტენ სხვა ქვეყნები, ხო? ეხლა აქ ხო არ არის ველოსიპედი გამოსაგონებელი. დავიწყოთ ტექსტებით რა. ტექსტური მასალა არის ცოტა, საწვრთნელი მასალა. არის common crawl და სხვადასხვა პლატფორმები, რომელიც ინტერნეტიდან აგროვებენ ქართულ ტექსტებს, მაგრამ ეს არ არის გამართული ქართულით, ხო? ინტერნეტიდან მოკრებილი ეს ინფორმაცია. სხვა ქვეყნებში როგორ ხდება? ნუ საუბარია ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, გერმანიაზე. ბიბლიოთეკები არიან გაციფრებით შეპყრობილები, ასე ვთქვათ, რომ ის დიდი საუნჯი რაც არის ამ ერები ან ენებზე შექმნილი, ეს იყოს გაციფრებული და ისე იყოს გაციფრებული, რომ ამ ენებზე იყოს ხელმისაწვდომი, ისეთი ფორმატით იყოს გაციფრებული, რომ შეიძლებოდეს ხელოვნური ინტელექტის და ენობრივი მოდელების გაცვლა. იგივე ხმა, ხო, ხმის არქივებიც უამრავი არქივია, ხო, ჩვენთანაც სავარაუდოდ არის ეს არქივები რადიოში მახსოვს ბავშვობაში ხმის მსახიობები არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს კითხულობდნენ, ერთ სიამოვნება იყო მათი მოსმენა. ვერ მოიპოვებ. რადიო თეატრი რაღაც ადრე მახსოვს რომ კი, აი დიდი სიამოვნებით უსმენდი ხოლმე, თან ხა ეროსი მანჯგალაძე და ესეთი დიდი მსახიობები ახმოვანებდნენ. საქართველოში არ გვაქვს მოკლედ კარგად საქმე. გაციფრებას ახორციელებს ნაწილობრივ ეროვნული ბიბლიოთეკა, პარლამენტის ბიბლიოთეკა, მაგრამ უდიდესი ნაწილი, ალბათ 90%, უბრალოდ დასკანერებული სურათების სახით არის და ვერაფერში წვრთნისთვის ვერ ვიყენებთ, კი არა და რომ დაგჭირდეთ მოძებნოთ რაღაც დოკუმენტი, უნდა იცოდეთ რომელ წიგნს ეძებ, რომელ გვერდზე არის ეს ინფორმაცია, ის რომ searchable არ არის, დიდი მინუსია. ანუ მარტივი პასუხი არის ამაზე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს აქტიურად. ეხლა ჩვენი კომპანიის ბიუჯეტის და რესურსის უდიდესი ნაწილი მიდის მონაცემების შექმნაზე, გაწმენდაზე და ასე შემდეგ.
და ძალიან დიდი ხარჯია. ანუ ამას ეს ხარჯი აკლდება developments, ეს აკლდება თქვათ პროდუქტის მიტანას მოხმარებელამდე და ასე შემდეგ. ვერც ერთი კომპანია ამას ვერ და არ აწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ როცა ჩვენ საკუთარ ინვესტიციას ვდებთ ამაზე, თქვათ რაღაცა ძალიან მოკლედ დიდი სირთულეებით აგროვებ ამ დატას, შენ გინდა რომ ეს იყოს შენი მონაცემები და გქონდეს კონკურენტული უპირატესობა, ხო? ხა შენ არ არის აქ 10,000 $10,000-ზეა საუბარი და ეს ბარიერია რა და სახელმწიფოს ჩართულობა მოკლედ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აი მან ცალკე მქონდა ეკითხვა გამომდინარე იქით რომ ხა Enagram AI კი ვიცით ბიზნესი რაღაცა ხელოვნური ინტელექტი ასე შემდეგ ტექი მაგრამ თვით საკითხი არის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი და ასე შემდეგ და მან მქონდა რა ცალკე უნდა მეკითხა თქვენ დამასწარეთ კიდეც პასუხი რა სახელმწიფოს ჩართულობა და აუცილებლად ანუ ერთის მხრივ იცით რა გადამწყვეტი როლი ხა მე ამაში დარწმუნებულად ვამბობ ეს არ არის რომ ალბათ და ჩემი ვარაუდ ეს არის ზუსტად რომ ერთი ქართული ენის შენარჩუნების ფრონტის ხაზი გადის ენობრივი ციფრული რესურსების სისტემურ შექმნაზე და მხარდაჭერაზე სახელმწიფოს მხრიდან და მეორე საკითხი არის ერთია რომ ჩვენ გვქნით ენობრივ ტექნოლოგიებს იმისათვის რომ ენა იყოს მხარდაჭერილი როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი მაგრამ ეს ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს ხო მედიცინაში განათლებაში სხვადასხვა სფეროში უნდა დაინერგოს არის ბაზარი ამისთვის მზად არ არის მზად კერძო სექტორი ამ ტექნოლოგიების და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს მაგრამ დამიჯერეთ არ არის ამისთვის მზად ის რომ ისინი მზად არ არიან ეს ნიშნავს რომ აი სულ რამდენიმე AI კომპანია დავრჩით, ვინც ესე ბოლომდე, ასე ვთქვათ, ბევრი იყო, ცოტა დავრჩით, ვინც ბოლომდე აგრძელებს ამ ხაზს, ბაზრის ის რომ მზად არ არის, ეს ნიშნავს ცოტა რესურსს ჩვენ რაც გვაქვს ამ ტექნოლოგიების განვითარებისთვის და შეფერხებას, ვართ ისევ ამ გრანტების და იმის იმედად, მაგრამ სახელმწიფო თუ იტყვის, რომ მე აქტიურად ნერგავ ხელოვნურ ინტელექტს მართლობაში, საჯარო სტრუქტურებში და ეს იქნება პოლიტიკა. ჯერ ერთი ეფექტურობას გაზდის სახელმწიფოსაც ძალიან მნიშვნელოვნად და უცბად ეს ბაზარი გაცოცხლდება რა. ჩვენთვის გვექნება რესურსი რომ თქვათ ეს პროდუქტები უფრო მეტი ენთუზიაზმით და უკეთესი შევქმნათ. უკეთესი პროდუქტი ნიშნავს რომ უფრო მეტი შანსია რომ კერძო ბიზნესი დაინტერესდეს და ესეთი შეკრული წრეა. ახლა არის მძიმე მდგომარეობა. ანუ აქ ესე იგი რომ გამოვყოთ სახელმწიფოს აქტიურობა რომ ხელოვნური ინტელექტი დანერგოს მართლობაში და საჯარო სტრუქტურებში და მეორე აი ციფრული რესურსების სისტემატიზაცია და მხარდაჭერა ამის გარეშე რთული მომავალი გვექნება. კი. ნამდვილად. მეგობრებო, კიდევ რამდენიმე კითხვა გვექნება და მე უკვე თქვენთან გადმოვალ, ამიტომ შეგიძლიათ დაასეიროთ კითხვები. აი, ეხლა ვახსენეთ ბიზნესთან დაკავშირებით და მანდაც დავიჭირეთ თქვენ ახსენეთ რომ ეს B2C ბაზარი რა. retail მიწოდება და B2B-ს კუთხით თქვათ აი რა პრაქტიკული გამოყენება შეიძლება უპოვოს ეხლა ბიზნესმა Enagram-ს რა. ხო, ანუ B2B-ზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მოკლედ B2B-ს რაც აინტერესებს არის speech to text, ანუ ხმის გარდაქმნა ტექსტად. მაგალითად სად გამოიყენება რამდენიმე მაგალითს მოვიტყდა და მოვაყოლებ პრობლემებს, ხო? ხო ჩვენ პრობლემებზეც უნდა ვისაუბროთ. როცა ვთქვი არ არის მზად, რას ნიშნავს, ხო? რატო არ არის მზად, ხომ გითხავთ? დღეს ქონდა ზუსტად შეხვედრა ამ თემაზე და დიდი ის ქონდა, რა ქვია, ჯაბასი და სამედიცინო სექტორი წარმოიდგინეთ და ხმა ტექსტში ეს პროდუქტი.
შტატებში, ევროპაში, დასავლეთ ევროპაში ექიმები აღარ ხარჯავენ დიდ დროს წერაზე. ხო თქვენ რო ექიმ კალიგრაფია მაგათი კიდე ხო, ეგეც აქ. ეს ექიმებთან მოაყოლებენ ხოლმე ოსიარი და გეხვეწები ოსიარი. ჩვეულებრივი ოსიარი ვერ გავიკეთები, ხა ექიმის ოსიარი. ხო და ესე იგი როგორი სიტუაციაა რომ აღმოაჩინეს მათ რომ წერაზე ხა ჩვენთანაც ბევრ დროს ხარჯავენ ექიმთან რომ მიდიხართ ხო უყურებთ რა ანუ კარნახობს ვიყოთ ანუ რაც წერს და მათ აღმოაჩინეს რომ ძალიან დიდი დრო იზოგება თუ შენ კარნახობ და ამას ასწორებ. უბრალოდ ჩაასწორებ და დამთავრდა და აღმოაჩინეს სადღაც 15-20% დრო ეს პროცენტი არის უზარმაზარი პროცენტი საბოლოო ინდუსტრიისთვის, იმიტომ რომ ამდენით მეტი პაციენტის მომსახურება შეგიძლია, ამდენით მეტი შემოსავალია, ამდენით უფრო სწრაფად მინდის რიგით და ასე შემდეგ რა ყველაფერი. ოღონდ იქ როგორ ხდება, იცით? სხვა შორის კომპანია, რომელიც კონკრეტულად სამედიცინო ხმა speech-to-text წვრთნიდა 18 მილიარდად იყიდა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ Google-მა. უბრალოდ ცოტა უკეთესი speech-to-text ჰქონდა მედიცინისთვის. ხო და როგორ ხდება იქ იცით რომ იმის გამო რომ ხმის ხარისხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ეს ტექსტი სუფთად დაიწეროს სპეციალური $300-500 ღირს მიკროფონები ძალიან გრძნობიარე რასაც კარნახობ რომ ეს ჩაიწერო. ეხლა დავაპირეთ ამის დანერგვა ქართველ ექიმებთან. სიტუაცია არის ესეთი ბარიერი რომ იცი რა მიკროფონი მე მობილურით რო ჩავწერ ხოლმე ის უნდა იცნოს კარგად. ანუ და ესე პირდაპირ მე უკვეთავ მუსიკას შენ უნდა გააკეთო და არსად არ ხდება ეგრე. ანუ ის ყველაფერს აკეთებს, ის თავისთვის აკეთებს, რომ თავის დრო დაზოგოს, თავის მეტი გამოიმუშაოს ესე. ეს არ კეთდება ესე რა, მობილურის ხარისხით და იმით ახლა თან როგორ სადღაც ზოგი ისე იწერს, ზოგი ასე. აი ამას გულისხმობ. არის მზად ბაზარი? არა. ხო, ეგ არ მიჩვეულს ნუ გადავაჩვევთ რა. არა, ხო, ანუ ბარიერია რა, რომ აი ეს ერთ-ერთმა დიდმა ქსელმა აი ესე გვეუბნებიან ექიმები, აი როცა იქნება მობილურზე, აი ესე რა შორს რო დავდებ მობილურს და იმას ამოიცნობს სუფთად, მაშინ ნუ არსად არ არის ეგ. არ გინდა ესე იგი რა. ეგ შეიძლება არასდროს არ იყოს, რომ ისე სუფთად ჩაიწეროს, უბრალოდ ხმა არ მოდის ესე. ძალიან დიდი გამოყენება აქვს აი სხდომების ოქმების და სტენოგრაფიული ჩანაწერების გაკეთებისთვის. სხვა შორის ერთი პროექტი მოვიპოვეთ, არის აკრედიტაციის საბჭო, რაღაც გრძელი სახელი აქვს განათლების ხარისხის განვითარების და ხო, ესა და იქ არის ექსპერტთა საბჭო, რომელიც აკრედიტაციას ანიჭებს უნივერსიტეტებს და ძალიან ხანგრძლივი საათობით მიმდინარეობს ეს სხდომები, 1000 გამოსვლელია, ძალიან ნელდება პროცესი. ქონია პატივი რამდენიმე. ქონიათ, ხო, მე მქონდა შეხება ზაფხულს კავკასიის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის პროგრამა გავიტანეთ და სხვა შორის პირველი მიღება ქონდა და მაშინ რომ შედგა ჩვენი საუბარი, რა პრობლემები გაქვს და ნუ აი ყველაზე დიდი პრობლემა ეს ხელოვნური ინტელექტიც ეს ქონდათ ამ სხდომების გაციფრება და უთხარით რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა. ვატექსტებთ ჩვენს speech-to-text აქ დიარიზაცია ვინც არის ის არის ხმების გამოყოფა ტემბრის მიხედვით. ანუ ერთია ჩვენ რომ საუბრობთ რომ ეს უბრალოდ გატექსტდეს და ტექსტად იქცეს, მაგრამ დიარიზაციით დაემატება სპიკერი 1, სპიკერი 2, სპიკერი 1, სპიკერი 2. დიალოგის. დიახ, ხო, იმიტომ რომ მე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ამ ფოკუს ჯგუფის დროს. თვითონვე გაყობს. ხო, დიახ, ამას თვითონ გამოყოს ხმის ტემბრის მიხედვით, მე თუ დააჭდებებთ რომ ეს ხმა არის თქვათ ერთი ადამიანის მე იმ სახელს და გვარს დაწერს.
და დიდი გამოყენება აქვს სხვადასხვა საჯარო უწყებებს, სადაც სხდომები აქტიურდებათ პარლამენტი ნებისმიერი, ხო? ხო, ძალიან ბევრი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი არ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ადამიანური რესურსი ჭირდება. უпростоრად ჩანაწერი ხდება, იმას არავინ არ შიფრავს, იდება არქივში. ამ პრობლემას წყვეთ. ცხელი ხაზი წარმოიდგინეთ, რეკავთ და თქვენი საუბარი ახლა იწერება. რა მოსდის შემდეგ ამ ჩანაწერს? ეს ჩანაწერი ინახება იქამდე, სანამ ვიღაც რაღაცას არ გაასაჩივრებს და მოდი ვნახოთ აბა სინამდვილეში ამან რა თქვა, ამან რა უპასუხა და ვინ იყო მართალი. არადა არის უნიკალური მარკეტინგული მასალა. რაზე რეკავდნენ თქვენი მომხმარებლები, რა მოწონთ, რა არ მოწონთ, რომელი თქვათ ცხელი ხაზის სპეციალისტის უკავშირი არის უფრო სენტიმენტი უფრო უკეთესი, დაბალი, ასე ყველაფრის უზარმაზარი სეივინგის, ანუ გაკეთება შეიძლება. ეს არის უნიკალური მასალა. საკმარისია speech to text-მა, ანუ გადაუაროს ამ ხმას, ხო, გატექსტეს და შემდეგ დიდმა მოდელმა გამოიტანოს, თქვათ, ყოველი დღის ბოლოს აი ეს დასკვნები. ხო, უნიკალური საშუალება, უნიკალური. რა ვიცი, ჯერჯერობით ეს ძალიან ბევრი მსურველია, მაგრამ მზაობა, ეხლა აქ ტექნიკური გამოწვევებია, ხო, აქ არის 1000-ობით საათზე. საუბარი 1000-ობით საათს უნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ჩვენთან შორის ჩვენ ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა კომპანია ვართ, AI კომპანია, რომელსაც სრულად ჩვენი ინფრასტრუქტურა გვაქვს. არის მონაცემთა სუვერენიტეტი ერთ-ერთი ძალიან დიდი თემა, რომ ქვეყნები არ უნდა იყვნენ ყოველთვის cloud-ზე დამოკიდებული, სხვადასხვა უსაფრთხოების გამო არ ვიცი, რაღაც სანქციის დროს თუ გადაგიკეტეს ეს შენი. ხო, რა ვიცი რა. ნებისმიერი ქვეყანა ამაზე ზრუნავს, რომ რამე რო იყოს, ეს ჩემთვის კრიტიკული მონაცემები ჩემს ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებზე უნდა იყოს. ანუ ჩვენ ეს უზრუნველყოფილი გვაქვს, სხვა შორის ბანკებთან როცა მოგვიწია თანამშრომლობა, მათ დაგვისვეს ეს პირობა, რომ მონაცემა საქართველოს ტერიტორია არ უნდა დატოვოს და ძალიან გავგვეხარდა, რომ ამისთვის ბუნებრივად მზად აღმოჩნდით. კი ბატონო. აი, რამდენიმე ფაქტი გამახსენდა ახლა ჩვენ საუბარში. ერთი იყო, რომ რაღაც პერიოდი მომიწია გადაკვეთა აი ეგეც ერთ-ერთ სტარტაპულ ამბებში, რომ როცა იწყებოდა აი პანდემიამდე პერიოდი არის რა, ეს ონლაინ გაყიდვები რო შემოდის და ნუ თემა იყო კაფეების და პატარა სასტუმროების მომარაგება აი პროდუქტებით რა. და მან თავარი პრობლემა იყო ეგ რა, შეფს არეულებთან რომ მიდიოდნენ შეკვეთის ასაღებად. ნუ იქ იყო რომ რაღაცა ქონდათ პატარა ესეთი ონლაინ ნოუთივით რა და იქნა ჩაგეწერა რა გინდოდა რაღაცა კიტრი, პომიდორი, ხორცი რაღაცა ამ შემდეგ და ნუ მე რედაქტირებას რო აკეთებ, რაღაც ნუ ჩვეულებრივ დრაივ დოკუმენტებით მუშაობს რაღაცა და ყველაზე დიდი პრობლემა იყო ვერაფრ არაო რა, არ გვინდაო რა, ჩვენ ფურცელზე რო ჩამოვწერთ ხელით, პასტი ფოტოს უღებდნენ და აგდებდნენ და ეს ჩვევა ვერ მოიშალეს რა ამ შეფებმა. ხა ვისეც იყო პასუხისმგებელი ეგა და ძალიან დიდი ბარიერი იყო, ინდონის ბარიერი იყო, რომ ვერ იმუშავა. ამის გამო რომ რაღაცა იქით გაციფრულების ის არ იყო მზაობა ეგ როგორც ვახსენებ. მაშინაც ეგ. დღეს ზუსტად ამაზე აქ წამოსვლამდე ზუსტად ამ თემაზე გქონდა მეთქი ამ პრობლემას როგორ მოვუაროთ, იმიტომ რომ უზარმაზარი სექტორია სამედიცინო, ხო, ერთ-ერთი მატერიალურად უზრუნველყოფილი ძლიერი სექტორი და რა, ანუ დასკვნა სხვადასხვა გამოცდილების ანალიზით იყო, რომ ერთადერთი არის ისეთი ორგანიზაციები ინახოს, სადაც ზემოდან ქვემოთ იქნება იმპერატიულად. ჩვენ ტექნოლოგიები უნდა დავნერგოთ. ხო, ეს ფერასაც იტყვით, რომ არა, მე მირჩევნია ის ფურცელზე დავწერო, ახლა 30 წელი ესე ვაკეთებ და ახლა რა გინდა? არა. მოგწონს, არ მოგწონს? ეს უნდა ანუ სხვა გამოსავალი ესე გთხოვ თუ შეიძლება არ არის, ანუ უნდა იყოს ნება, ანუ და იყოს რომ ჩვენ
გადავდივართ რაღაც ახალ ეტაპზე და ყველამ თქვენი ძალისხმევა უნდა გაიღოთ რა. ანუ როდესაც ახალი ტექნოლოგია შემოდის, ხო, ან თუნდაც მობილურიც, ხო, თქვენ რაღაც ახალი უნარჩვევები უნდა გამოიმუშაოთ. არა, ხო არ შეიძლება რომ მე არაფერს არ გავაკეთებ და შენ მომერგე მე ანუ ეს არ არის შენ უნდა აყვე ადრე თუ არ მოგიწევს აყოლა და ვინც არ აყვება უბრალოდ დარჩება გემბანს მიღმა ახლა მეორე თქვი თან ისიც არ არის ხო ახლა რომ რაღაცა აი თუ იმხელა შედეგი დგას ამის უკან სიტყვაზე თქვა სამედიცინო სფეროში რომ დროს ასწრაფებს და რაღაცა შეიძლება 20-30% დაგერ გაზარდო პაციენტების მიღების ისა ნაწილი რა და აი რამდენიმე დღის წინ წულაძე ლევან ჭოლა ყვებოდა რაღაცა ჩინურ თავის ჩინეთში რაღაცა გასტროლების თემებს რა და მან ერთ-ერთ ინტერვიუში ჭოლა ძალიან გვიყვარს ჩვენ თავის სახელოსნო და რაღაცა და ყვებოდა რომ კითხეს ონლაინ თეატრზეო რა აზრის ხარ ფიზიკურ და ონლაინო და ლაპარაკი და არ ვარგა უთხარი და ანუ ხა ონლაინ თეატრი ნუ თეატრი აღარა კინოა რაღაცა დაახლოებით ანალოგიური ფაქტი ვიცი კიდევ რომ გატესტეს AI-ით დირიჟორის ჩანაცვლება რა და დინე ეკრანის წინაშე ორკესტრი ცოცხლად უკრავს ორკესტრი კაც უბრალოდ დირიჟორი არ დირიჟოროს რა იქ აჩვენებს თქვა ვინ რა უნდა დაუკრა და ძალიან ხელოვნური იყო ესეც ანუ იმისკენ მივდივარ რომ აი ის რუტინა რაც არის თუნდაც აი ხელით დაწერის ნაცვლად ეს გააკეთოს და დროში აქ არის აი ეს აუცილებლობა რასაც ვიძახით თორე იქ ხელოვნებაში ბუნებრივია რაღაცებს ცვლის ისეც რაც არ მოგეწონება რა და აი თქვენ რო ახსენეთ ეხლა იმპერატორი უნდა მოყვეს რაღაც ბრძანება ყველაფერს არ ეხება ხო ბუნებრივ ეხება მხოლოდ იმ აუცილებლობას აი ისეთ სექტორს რომელიც ამას მომთხოვნია როგორ და მან გჭირდება ადაპტაცია რა და მამ ხო AI ჩაგვანაცვლებს რაღაცა ხო ისეთი ის არის ბაზურ რაღაცა ისმის მაგრამ ჩაგანაცვლეს თუ ვერ მოერგე ხო ანუ მოდი ახლა ეგ ისეთი დიდი თემა დღევანდელი AI ვერ ჩაგანაცვლებს ეგეც კიდე ძალიან AI ვერ ჩაგანაცვლებს მაგრამ AI-ს აქ თავის განვითარების გზა ეს არის AI დგავს თავის პირველ ნაბიჯებს სინამდვილეში და დიდი გზა კიდე გასავლელი ისეთ როდესაც ელექტროობა შეიქმნა თავიდან იყო ნატურა და ასე შემდეგ მაგრამ დამთავრდა სუპერკომპიუტერებით ხო მიმდინარეობს კიდევ ხო ეს ელექტროობის განვითარების ხელოვნური ინტელექტი ეხლა შემოვიდა თეორიიდან გადმოვიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგ არის საკერავ მანქანებზე გამახსენდა კიდე ლონდონში რომ ის მოაწყვეს საკერავ მანქანებს და ორთქლის მანქანებზე არ გამახსოვს რა რომ ეს ეშმაკისეული და რაღაცა დიდი აქციები არა ეგ ახლა ეგ სხვა თემა რასაკვირველია არის გადაჭარბებული კი ბატონო და მაშინ აი ბუნებრივად მივედით ამ კითხვამდე რა ეხლა ბატონო რატი რომ აი 5 წლის პერსპექტივაში თქვა აი ენაგრამის გადმოსახედიდან რაღაცა რა მოლოდინები გაქვთ თუნდაც ბაზრის ან საზოგადოების ან სახელმწიფოს აი 5 წლის პერსპექტივაში თქვათ როგორ შეიძლება ენაგრამი აი გამოიყურება როგორ გამოიყურება იცით 5 წლის თავზე ჯერ საქართველოს თქვათ საქართველოში დიდი იმედი მაქვს რომ ბიზნესის საუბა უკვე მაღალი იქნება გვერდების დიდი ნაწილი იქნება უკვე ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. სხვა შორის ეს სექტორი არის საქართველოში ყველაზე მოწყვლადი რა. ანუ მათი უფლებები არის ძალიან ნაკლებად დაცული. გვაქვს ამ პროდუქტების შექმნის დროს ურთიერთობა გვაქვს სინათლეთა კავშირთან და სხვადასხვა რაღაც პროექტებს ერთად ვაკეთებთ. ძალიან მოწყვლადი სექტორია. ასევე აი ეს ტექნოლოგიები რაც აი ეს ხელის გულზე დევს რომ აი ხა დღეს უკვე უნდა იყენებდე სამედიცინო სფეროში ოქმების გაკეთება, სტენოგრაფიული ჩანაწერების გაკეთება უნდა ხელოვდებოდეს აი ამით. ეს არის ელემენტარული. იგივე ჩეტბოტები ხო? უამრავი ცხელი ხაზი არის ძალიან ძვირი სიამოვნება ორგანიზაციისთვის და
მეორე პროექტი ქონდა ამანდ ვერ გაიმარჯვა რუსთაველის ფონდში ქონდა ესეთი ინიციატივა რომ უამრავი კითხვა შემოდის ჩვენთან ამ გრანტებთან ბევრნაირი გრანტი აქვს და აბსოლუტურად უმრავლესობა არის იმ კითხვების ისეთი რაც აი სულ რამდენიმე გვერდზე წერია ცხადად და აღარ გრჩება რესურსი რომ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხი რაც მართლა კრიტიკულია აი პროექტის წერისას და გავლენა აქვს პროექტი გაიმარჯვებს თუ არ გაიმარჯვებს რა ამაზე და აი ეს ჩატბოტი და ესეთ რაღაც უნდათ ამის გაკეთება გადავდეთ მომავლისთვის ანუ ესეთი სერვისების დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტურობას თითოეული ორგანიზაციის ის სპეციალისტიც ხელი ხაზის რომ 10-დან 9 კითხვას პასუხობს რომ ეს ოფისი ამ დროს გაიღება, ამ დროს დაიხურება და უპასუხოს მართლა შინაარსობრივ კითხვას. ხელხაზებზე დაინერგება და უზარმაზარი მარკეტინგული ინფორმაცია იქნება მოხმარებელს თავისი სერვისების, თავისი ორგანიზაციას, თავისი მოხმარებლების შესახებ. მე იმედი მაქვს რომ ესენი ბუნებრივად მოხდება. ანუ 5 წლის თავზე ეს თუ არ მოხდა, განგაში ის არის. ოპტიმისტური სცენარი არის რომ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება. დღემდე არ გვაქვს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია და აი სხვადასხვა ინდექსები ხო არის ქვეყნების და რა თქმა უნდა დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი. თითქმის გარშემო ყველა ქვეყანას აქვს ძალიან გვიწევს რეიტინგს. ამ ქვეყანას თქვენ წარმოიდგინეთ არ აქვს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია. მაგის გამო. ბატონო? ამის გამო. წევს რეიტინგს. ხო, არა, ძალიან დაბლა წევს და ყოველთვის არის რა ხდება? არ აქვს სტრატეგია. რა გახდა? არ ვიცი. ხო. ანუ საით მივდივართ ქვეყანა, თქვათ ქვეყანა რა რესურს გამოყოფს სახელმწიფო. საერთოდ ენობრივი ენის დაცვის სტრატეგია რა არის, ანუ აქ უნდა იყოს გაწერილი, რომ თქვათ მაგალითად ციფრული რესურსების შექმნა არის კრიტიკული. გამოიყოს რესურსი იმისათვის, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკებმა, არა მარტო ეროვნულმა ბიბლიოთეკების სოფლიოში ერთ-ერთი ძირითადი საქმე არის დღეს გაციფრება. ხო, ესე უბრალოდ იქ გაზეთს წასაკითხად აღარ დადიან, ხო, მაგრამ ეს ბიბლიოთეკები ხო აციფრებენ. და იგივე ეროვნულ არქივში უამრავი ხმოვანი ჩანაწერია დაცული ისეთი ფორმით რისთვის გინდა ეს ხო 1000-ში ერთხელ ვინმე ეხლა არის ენის გადარჩენაზე საუბარი ხო ეს ენის გადარჩენა საფრთხე როცა მოვა ის კი არ იქნება აღმოვაჩინოთ რომ მოდი ეხლა 5 წელიწადში რაღაც ვერ გააკეთებ ანუ ეს დიდი სამეცნიერო კვლევის და 1000 დიდი რაღაც მონაცემების მოგროვების პროცესია და სახელმწიფოს ჩართულობა კიდევ ამბობ რა რომ დანერგოს ხელოვნური ინტელექტი ეს იქნება ამ ქვეყანაში ძრავი რომ იყოს მაღალი ხარისხის ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში აი ახალგაზრდები იყვნენ დასაქმებული და არ იყვნენ ესე ვთქვათ ზუსტად რომ რაღაცა ის ხო რაღაც მოკლედ კი ბატონო ისე რამდენიმე წლით უკარო გადავიდე იყო რომ ქუთაისში მაგათად არიცოდნენ ჩიზბურგერი რა სანამ გაიხსნებოდა ეს რაღაცა ის განსხვავებები რომ ამ ბავშვებიდან რაღაცა ეს და მე რომ გაიხსნან და რაღაც გავიგეთ ეგრო არ იყოს რომ რაღაცა კუთხით ბავშვისთვის უცხო იყოს AI ან პრომპტი ან რაღაცა იმის მიდგომა რა კი ბატონო მეგობრებო კითხვები თუ რა მეკითხა ამიტომ შენ გენაცვალე მოდი მაშინ ერთი კითხვა დავქშა და მე მოვალ არ დაგავწყდეს თან ისეთი შენს და გაინტერესებს ახლა ისეთი კითხვა გვაქვს ბატონო რატისთან ერთი ასეთი ტრადიციული კითხვა გვაქვს სტუმართან აი ბოლოსკენ რა რომ აი გაიძულონ ჭალებში პრობ და გითხრა რომ ტელეფონში დაიტოვეთ ერთი აპლიკაცია რომელს დაიტოვებდით GPT-ს დაიტოვებდი ოკეი აზენ კი ბატონო კაი აი ოლე ხა შენ თაკითხით თუ ახლა თავიდან დაიწყებდით რა შეცვლიდით ან რას გაუფრთხილდებოდით ყველაზე მეტად ამ პროექტის შექმნისას აი ენაზე მადგას ფულს გაუფრთხილდებოდი უფრო მეტად ანუ ეს გზა იცით როგორი არის სტარტაპის და აი როდესაც შენ გადაწყვეტ რომ აი უნდა
ძალიან დიდი რაღაც ცვლილება მოახდინო შენს თავში და შენს ცხოვრებაში. აი სულ ეს შედარება წარმომიდგება რა თვალწინ რომ კარებს აღებ არის სრული სიბნელე და უნდა გადახტე. ანუ ესეთი გრძნობა არის აი ეს მე რაც გამოვიარე, უნდა იყო მზად რომ მოხვდები თავისუფალ ვარდნაში. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და ამაზე წამსვლელი უნდა იყო რა. ხო და სულ მაგაზე ვფიქრობ, არაჩვეულებრივი კითხვაა რა, რომ რას შევცვლიდი? განა ყოველ დღე თუ არა, რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც რა შემეშალა, იმიტომ რომ გამოვასწორო, ხო? ანუ აი ეს რესურსების ხარჯვა შეიძლება და გაცილებით ეფექტურად შევცვლიდი, მაგრამ იმ მომენტში შეუძლებელი იყო ამის ცოდნა, მე თუ არ გადავხდებოდი. ხო, აი თუ არ გადახტები, ვერ გაიგებ. რო გადახტები, იბადები თავიდან, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხდები რა და ძალიან საინტერესო გზაა გასავლელი. ოღონდ უნდა იყოს შეგუებული, რომ შეიძლება რაღაც პერიოდი იფრინო. ხო. პიგრის დროც მაგდრო კი, მაგრამ ხო, ცხოვრება საინტერესოა რაღაც, ხო, არ შეიძლება სულ ერთი გზით იარო რა, ხო. და სრულიად სხვა სამყაროში ხდები ამის მერე და ხო, კი ბატონო. საინტერესო სამყაროში. კი, რასაკვირველია. თან იქითკენ ხდები, სადაც ყველაზე მეტად გაინტერესებს რა. გამარჯობათ, თქვენ როდესაც გააკეთეთ თავისი AI პროგრამა, დიახ, ხო? ანუ თქვენ ხომ შეგეძლოთ გამოგეყენებინათ და სხვა AI რომ დაგეწერენებინათ თავისი. ეგ შესაძლებელი იყო? იცით როგორ არის? პირველ რიგში უყურეთ როგორი სქემით წავედით ჩვენ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თვითკმარი კვლევითი ლაბორატორია. ანუ ჩვენი შემოსავალი უნდა აფინანსებდეს ჩვენს კვლევებს. ანუ თვითმიზანი არასდროს არ ყოფილა რომ გინდა თუ არა ჩვენი AI ყოფილიყო. ჩვენი AI ვიყენებთ AI-ს ეფექტურად. ეგ არის ჩვენი პრინციპი. და ქმნიდით მხოლოდ იმ შემთხვევაში ვწვრთნიდით AI-ს, მაგალითად text to speech-ს, როდესაც ხედავდით რომ ამის საშუალება ბაზარზე არ არის კარგი და არის ნიშა და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვწვრთნიდით. როდესაც ხედავთ, ეხლა გეუბნებით ძალიან დინამიურია. როგორც კი ვხედავთ რომ რაღაც მიმართულება ისეთი ტემპით ვითარდება, რომ აზრი არ აქვს. დროზე უნდა გაჩერდე, ხო? აი დროზე გაჩერდი. ანუ აი რა მაგალითად რო ვთქვი, რომ გინდოდა სინტაქსური მართლწერის გაკეთება და ასე შემდეგ, კონტექსტური გავჩერდით დროზე, დამთავრდა. ეს მიმართულება დამთავრებულია. არასოდეს არ მოგვიკიდებია ხელი, მანქანურით არ ყველაფერს ვაკეთებთ. OCR, text to speech, speech to text, დიდი მოდელების ტრანსფორმერის გაწვნა ასე შემდეგ. არასდროს არ მოგვიკიდებია ხელი, ნუ ეს ჩემი პრინციპი იყო, რომ მანქანურ თარგმანს არ მოკიდოთ ხელი, იმიტომ რომ ეს იმდენ რესურსს წაიღებს, რომ ვერასოდეს ვერ დავეწევით, აი უბრალოდ ფიზიკის კანონებით ვერ დავეწევით Microsoft-ს, Google-ს და ასეთ კომპანიებს, რომლებიც ამაზე არიან სრულიად კონცენტრირებული. სხვა შორის Microsoft-დან იყო ჩამოსული ჯიტაში ერთ-ერთი მათი chief architect-ი და მაშინ მქონდა ამაზე საუბარი, იყო ერთ-ერთი ძალიან არაჩვეულებრივი ქართული ხელოვნური ინტელექტის კომპანია, არ დავასახელებ ხა სახელს. ეს უმტკიცებდა, რომ იცი რა, ჩვენ შეგვიძლია მანქანური თარგმანი უკეთესი გავხადოთ. ეს ეუბნება, რომ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ. თქვენ არ იცით ამის უკან ჩვენ რა ტექნიკური ბაზა გვჭირდება ამისთვის და რამდენი ინსტრუმენტი გვაქვს ჩვენ ფარული, რასაც არავის არ ვეუბნებით, რომ ამ ხელა მოდელები გაიწვრთნას. თქვენ არ გაქვთ ეს, ხო? ანუ არ ვიცი, ხა იმის თქმამდე ხდებოდა ჩემი გადაწყვეტილება და ეს გამართლდა, რომ კიდევ კარგი რესურსი არ ჩაგვიდია. და ხა რასაც უყურებთ, ეს თარგმნის
ნაწილი კლოუდს განსაკუთრებით რომ ქართულის აღქმის ნაწილი აქვს საოცარი პირდაპირ რომ არ ვიცი როგორ დიდი გამოცანაა ჩემთვის გამარჯობა და ესეთი კითხვა მაქვს რომ თუ მე მომინდა AI-ის გაკეთება, აი თქვენ რას მირჩევთ? ერთი დავიწყო. თქვენ იცით როგორ არის AI-ის თქვენ უნდა გამოხვდეთ ამოცანიდან. ამოცანიდან და შემდეგ შევარჩიოთ რა ამოცანის რის გადაწყვეტა გვინდა. მე მაინც ყველაზე სწორი არის ჩემი გამოცდილებით და არ არის რაღაცა rocket science ეცადეთ ამოცანა გადაწყვეტ მინიმალური დანახარჯით. ანუ prompt engineering-ით მაგალითად ხო არ ვიცი რამდენად გაწაფული ხართ prompt engineering-ით იმდენი რამის გაკეთება შეიძლება საწყის ეტაპზე რომ უამრავი ამოცანის გადაწყვეტას შეძლებთ. ანუ პირველ რიგში გირჩევდით რომ არსებული დიდი ენობრივი მოდელები რაც არის ხელმისაწვდომი ისინი აითვისოთ სრულყოფილად რომ ზედმეტი დრო და ენერგია არ დახარჯოთ. შემდეგ რასაც პირველ რიგში გირჩევდით ისწავლეთ კარგად ტრანსფორმერი და ტრანსფორმერის გაცვლნა. ეს არის დღევანდელი AI-ის ანი და ჰოე. ტრანსფორმერი დგას აი ChatGPT-შიც რო არის ტრანსფორმერია ხმა ტექსტში, ტექსტი ხმაში, ყველაფერი არის ტრანსფორმერის არქიტექტურაზე, ეს არის დიდი საოცრება, რაც რისი მომსწრეც ვართ და აი ამის სწორნა უნდა ისწავლოთ აუცილებლად. უამრავ ამოცანას გადაწყვეტთ სრულიად სხვადასხვა სფეროში. მადლობა. პირველ რიგში გამარჯობა და მადლობა მოსვლისთვის. ძალიან კარგი აპლიკაცია, კი არა, AI შექმნით, იმიტომ რომ მე თვითონაც ქართულის მასწავლებელი ვარ და მე თვითონაც მადგება გრამატიკაში და სხვა საქმეებში და ორი კითხვა მაქვს. პირველი კითხვა, რა სირთულეებს გადააწყეთ ენეგრამის შექმნის დროს და მეორე კითხვა, ენეგრამი რო ადამიანი იყოს, როგორი ხასიათი ექნებოდა? სირთულეები უნდა გეკითხათ რა მარტივად რა გამოგივიდა, თორე სირთულე იყო ყველაფერი. ხო, იცით რა არის სირთულეც იყო და ძალიან სასიამოვნო პროცესი, იცით რა იყო? რას თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს, რომ აი მოკლედ ესე დავიწყებ, ესეთი კითხვაა, რომ უკან უნდა დავეხიო. რომ საქართველოში დავბრუნდი, არ ვიყავი საქართველოში, სხვაგან მუშაობდი. დავბრუნდი 2019 წელს და იქ სადაც მუშაობდი, სხვადასხვა ინსტრუმენტებს აქტიურად ვიყენებდით რა გრამარლის და არა მარტო ხელოვნური ინტელექტი ეს აფეთქება არ იყო, მაგრამ ხო იყო სხვა ინსტრუმენტები არა და რო ჩამოვედი, მოიცადე ქართულისთვის ისინი სად და როგორ არის და აღმოჩნდა რომ ეს სხვადასხვა სერვერებზე, სხვადასხვა გვერდებზე, ზოგს ოსიარი აქვს გაკეთებული, ზოგს რაღაც ხმა ტექსტში, რაღაცა პრიმიტიული ის, მაგრამ შენ რომ ეს გამოიყენო ქართულისთვის, ანუ მე მთელი ჩემი ინტელექტის და მთელი ტექნიკური ცოდნის დაძაბვა მჭირდებოდა, რომ მოდი ახლა ეს მე რო ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო, რამხელა ძალიან დიდი გზა იყო გასავლელი რა. და ენეგრამის პირველი იდეა იცით რა იყო, რომ მოვაგროვოთ ეს ყველა ინსტრუმენტი ჩვენი სერვერი გქონდეს და ეს ყველა ისედაც მწირი ქართული ენობრივი რესურსები გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს არის სინამდვილეში ენეგრამის აზრი, ხო? ენეგრამი აერთიანებს ტექსტი ხმა ტექსტში, ოსიარი, მართლწერი და ასე შემდეგ. ახლა კიდე შეკვეცილი გვაქვს ამ B2C-ზე. მოკლედ ეგ ცალკე ისტორია, მეტი პროდუქტია. ხო, და ეს ამის კეთება რომ დავიწყეთ, შემდეგ გავაკეთოთ და მოდი განვავითაროთ, მაგრამ ვისთან ერთად ვინ განავითაროს?
აღმოჩნდა ძალიან რთული კადრების პოვნა და ვიპოვე ერთი ოქროს წესი. ყოველთვის უნდა გამოაცხადო ღია კონკურსი. ხო? ჩვენი აბსოლუტურად ყველა თანაშრომელი პრაქტიკულად არის ღია კონკურსით ნაპოვნი. ეხლაც გამოცხადებული გვაქვს business development-ზე და AI-ზე. AI-ს გვაქვს გამოცხადებული, ხო? business development-ზე საინტერესო ამოცანა გვაქვს, რომ როგორ ხედავთ ენაგრამის განვითარებას, თქვა ბიზნესში როგორ შეიტანდი, ასე შემდეგ. მოკლედ, ეს იყო ყველაზე რთული თავიდან ადამიანების პოვნა, რომელიც ჩვენს გუნდში ჩაეწერება. და ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა რა. ანუ გუნდში ჩაწერა ამ ტიპის ორგანიზაციაში გუნდში რო ჩაეწერო სინამდვილეში ესე კი ყვებით ლამაზად, მაგრამ ძალიან რთულია. ანუ უბრალოდ ისეთი ადამიანი რომ აი ხო დამავალე და ხო გავაკეთე რა გინდა მეტი გამორიცხულია. ანუ სხვა ფსიქოტიპის ადამიანები შეძლებენ შენს აი ამ გზაზე სიარულს რა და ეს დიდი ეტაპია ხოლმე, მაგალითად გამოვაცხადეთ ვაკანსია, ეხლა სტაჟიორის მაგალითად, ხო? შემდეგ ვაძლევთ, შემოვიდა 100-200 განცხადება, ესეც სტატისტიკა გვაქვს ხოლმე. ვაძლევთ პირველ დავალებას. ეს მარტივ დავალება აბა გააკეთეთ. აბა მაგალითად რაგით გააკეთე question answering, ხო, რაღაც სტანდარტული ამოცანად იქცა უკვე. ადრე ეს რა ვინ გააკეთებდა. ეხლა უკვე ჩვეულებრივი პირველი გაფილტრვა მოხდა. ასე იგი ამ ადამიანთან საუბარს აზრი აქვს. ანუ ამან ჩვენ სფეროში წერა-კითხვა იცის. შემდეგ დავიწყოთ უკვე ცოცხალ ურთიერთობას. ბევრთან ისე. აბა ეს ამოცანა, აბა ეს გააკეთა ის ბუნებრივი ფილტრი მიმდინარეობს. ბუნებრივად იფილტრება და ბოლოს რჩება ოქრო. ბოლოს რჩებიან ოქროები, რომელიც არიან ენაგრამის შინაგანად ენაგრამის ბრენდის მატარებლები, რომელთან ერთადაც ფრონტის ხაზზე წახვალ რა. ანუ ესე კეთდება, ხა ის ხმა ტექსტი ხმაში რომ მოგიყევით, ყველა ამ ესე მარტივად ჩანს, რომ გაკეთდა, ხო, გაკეთდა, მაგრამ რამდენი ადამიანის ორიგინალური რაღაცა ნაწილი არის აქ აი მოზაიკის ასაწყობად ჩადებული, ძალიან ბევრი. ხო, განსაკუთრებით უნდა თქვა, რომ აი B2C პროდუქტის აწყობა არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ეს ენაგრამის B2C პროდუქტი გამოვიდა უფრო AI Studio ვიდრე რაღაც ვებგვერდი და მარტო ხო და ეხლაც აწერია under development, რომ ესე იგი ურთულესი აი დამიჯერეთ, რომ აი იმდენი ნიუანსი, ხა მით უმეტეს როცა შენ გადიხარ Google Docs-ში, გადიხარ ინტეგრირდები Microsoft Word-თან, Chrome-თან, Edge-თან და გაქვს ამდენი პროდუქტი. სხვათა შორის კიდე ერთი ნიუანსი უნდა თქვა, რომ აი პირველად იდეა ხო აგიხსენით ენაგრამის, რომ ეს არ არის მარტო ჩვენი გაწვნილი ძრავები, ვისაც რა აქვს საუკეთესო, ისენია გამოტანილი. ენაგრამზე მაგალითად text-to-speech-ზე რო შევხვიდეთ, იქ ნახავთ, რომ აირჩიე ძრავი. პირველ ადგილზე არის ენაგრამი, სხვაებიც არის, აირჩიე, არჩევანი გაქვს. ხო, ანუ ეს დიდი პლატფორმა. როცა ასეთ და მრავალენოვანია ახლა ეს ყველაზე მთავარი კომპონენტი დამავიწყდა. თქვენ რომ მკითხეთ 5 წელიწადში სად ხედავთ ენაგრამს პირველ რიგში ჩვენი მიზანია რომ გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და რაღაცა დიდი გეგმები გვაქვს. 5 წლის წინაც ის გეგმები გქონდა. მაგრამ ეხლა ნამდვილად გვაქვს უფრო მეტი რესურსი გვაქვს და 5 წლის თავზე იმედია რომ რა ვიცი რაღაც ის იმედის მომცემი ისენი არის რომ აი ეს უზარმაზარი ცოდნა და აი ეს ბრილიანტები თუ ოქროები რაც ყავს ნანახი და არაჩვეულებრივი პროდუქტები აქვს გატანილი, შექმნილი, აი ამას გაუზიარებთ სოფლიოს.
ენეგრამი რო ადამიანი ყოფილიყო, როგორი ხასიათი ექნებოდა? სხვათა შორის ეს ენაგრამი რო შევქმნით და წოწპირერთით პირველი ესეც საინტერესო ისტორია, აი რამდენი საინტერესო ისტორია მომაყოლა ამ ახალგაზრდამ. ხო, ხა ეს რო ჩამოვედი საქართველოში და რო გადავწყვიტე ეს, ხა მაინც ეჭვი ხო გიპყრობს რომ კი გადავწყვიტე რომ უნდა გადავხტე, მაგრამ ეს გადახტომა თლად ხა საქმეზე რომ მიდგება თან ოჯახი მთელი ამბავი, ისეთი არც ისეთი მარტივი გამოდგა რა. ხო და აი ესე მარტივად, ასე ვთქვათ, ჩამოვედი, შევიტანე საგრანტო განაცხადი ჯიტაზე და გავიმარჯვე. პირველი მცდელობაზე, რა ვიცი, გავიმარჯვე ესე. მე 5 ჯერ შევიმატე და ვეღარ გავიმარჯვე. რა მოხდა, მე მგონი რახან გავიმარჯვე, იმიტომ ბლოკავდნენ, არ ვიცი თორე, იმდენი გამოცდილება შევიძინე. ეხლაც ვერ გავიმარჯვე სექტემბერში. მაგრამ ჯიტას კმაყოფილი ვარ, ეხლა რასაც მოყვები, რომ აი ეს კითხვები რომ მაქვს, მარტივად მოვიგე, ჩავდე მაშინვე მარკეტინგში, 10 წელი მაქთიკომში მარკეტინგში ვიყავი, აგერ აი ჩვენი კოლეგა აქ არის. ხო და მარკეტინგში და შევქნათ აი ენაგრამი რა არის. და საიმიჯო ვიდეო შევქმნით, რომელიც არ ვიცი ახლა მიმდინარე მარკეტინგმა გადამამალინა, რომ არ გინდა ახლა ეს ჩვენ ძალიან სერიოზული ბრენდი ვართ და ეს რაღაც ზღაპრული სამყარო და რაღაც, მაგრამ თქვენ გაგიზიარებთ აუცილებლად. ძალიან პროფესიულად მაღალ მხატვრულ დონეზე იყო გაკეთებული და ენაგრამი იყო ჯადოსნური სამყარო იქ. სადაც აი ეს ჯადოქრები ზოგი ხმას ტექსტად გარდაქმნის, ზოგი ტექსტ ხმას, აი თქვენ გაგიზიარებთ, ამას შეიძლება დაურთოთ ბოლოში. მაღალ მხატვრულად გაკეთებულია რა არის ენაგრამი. ენაგრამას სამყაროში გავისეირნოთ. ძალიან ადრე, როდესაც ადამიანებმა ფიქრების სიმბოლოებად გადაქცევა დაიწყეს, პირველი შეცდომაც სწორედ მაშინ გაეპარათ. ენაგრამას შექმნა გარდაუვალი იყო. ხელნაწერების გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა. მეტყველების ან წერის ალტერნატივა არ არსებობს, ხომ ხვდები? ამბობენ საუბარი და წერა პიროვნების სარგეაო. სწორად შერჩეულ სიტყვას გონება მუდამ ინახავს. ეს არ არის ალგორითმები, ეს ჯადოქრობა. სიტყვები არ ქრებიან, არც კვდებიან, არც ჭკნებიან. სიტყვები მუდმივია. გავახმოვანეთ ქართულად, ინგლისურად და დიდი რესურსი. ეს არის ჯადოსნური სამყარო, სადაც ხდება ესეთი ჯადოქრობები რა, ხმა ტექსტში, ტექსტი ხმაში. ეხლა ის 2019-ში იყო ჯადოქრობა, ეხლა უკვე მოძველდა ეს კლიპი, ეხლა ძალიან ჩვეულებრივად იღებს ყველა, რომ ესე უნდა იყოს, აბა როგორ უნდა იყოს. კი ბატონო, ეს მეორეც მაგარი კითხვა იყო, კი ძალიან. აი მარტექის კურსში გვაქვს ეგეთი რაღაცა რომ ვაკეთებთ ბრენდის არქეტიპს, მინიმ არქეტიპს და როგორ ხასიათი ექნებოდა, როგორ ილაპარაკებდა, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო იქნებოდა რაღაცა და მაგით უფრო წამოვიდა პროფესიაზე შემეხო შენი კითხვა და კი, ამ თემაზე იმდენი მაქვს ნაფიქრი კლიპი გვაქვს გადაღებული და გაგიზიარებთ აუცილებლად. კი ბატონო.
სიამოვნებით. აბა ხელებით ვაჩვენეთ თუ არის კიდევ კითხვები, თუ არა და შეგვიძლია უკვე წავიდეთ დასასრულისკენ. კი ბატონო. გამარჯობა პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. როგორც თქვენ ახსენეთ, რთულად ინერგება და ჯერჯერობით საერთოდ არ ინერგება სამედიცინო სფეროებში თქვენი სერვისები. ასევე ახსენეთ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ხელოვნურ ინტელექტთან სტრატეგია. თუმცა მე მაქვს კითხვა ამასთან დაკავშირებით, ფიზიკურად თქვენი სტატია ვნახე, თუ არ ვცდები 2023 წელს გამოქვეყნდა, სადაც ახსენეთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს თვითონ უწყება ხელოვნური ინტელექტის. ეს იყო ასევე, როგორც ვიცი, ევროკავშირის მხრიდან შენიშვნის სახით შეტანილი. მაინტერესებს დღესდღეობით რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება ამ თემაზე. 2023 წელს. არაფერი არ ხდება. ანუ როგორც იყო, ისე იყო. ანუ ეს იყო ევროკომისიის შეფასება საქართველოსი, სადაც შავი თეთრზე ეწერა, რომ ამ ქვეყნის პრობლემა არის უბრალოდ, რომ ციფრული, ანუ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია ისეთ ქვეყნებს აქვთ, რომ არ ვიცი. არ აქვს ამ ქვეყანას და ასევე არ არის უწყება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი. ეს მიმულია ერთმანეთზე, იმიტომ რომ თუ იქნება უწყება, მაშინ ბუნებრივად პირველი მოვალეობა იქნება სტრატეგია, ხა თუ სტრატეგია არა, მაშინ რას აკეთებ და აღარ მოყვები სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, ვინც ხო ჩართული, არ ვიცი, მტკივნეული თემაა რა, ანუ ეს აფერხებს ხა იქ გაწერილი უნდა იყოს ასევე ქვეყნის დამოკიდებულება პერსონალური მონაცემების მიმართ და ხელოვნურ ინტელექტთან, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი გადაჯაჭვულია პირდაპირ პერსონალურ მონაცემებთან. აი წარმოიდგინეთ, თუ გნებავთ სამედიცინო შემთხვევაში, ხო? სამედიცინო შემთხვევაში, როდესაც იყენებს ექიმი ჩვენს speech-to-text ის მოდის ჩვენ სერვერზე. ესე იგი წამოვიდა ჩემთან პერსონალური მონაცემა. ანუ მე კი გავლილი მაქვს ეს სერტიფიცირება, მაგრამ სერტიფიცირება გავიარე ბანკის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ეროვნულ ბანკს აქვს რაღაც მოთხოვნები, რომ საბანკო მონაცემები რომ დაამუშავო, ამას უნდა დააკმაყოფილო. სამედიცინოზე აქ არ არის არ არის განსაზღვრული რა. ანუ წარმოიდგინეთ, რომც იყოს ნება და ყველაფერი კლინიკის მხრიდან იქ აუცილებლად იურისტი დასვავს ამ კითხვას, რომ კი, მაგრამ ჩვენ რომ მე მოგვადგეს პერსონალური მომსახურების სამსახური და მოგთხოვოს აი რის შესაბამისად, როცა არც ის არის და არც ეს არის თუ ანუ აქამდეც ვერ მივედით სამედიცინო სფეროში, მაგრამ აუცილებლად დადგება ეს საკითხი და არა მარტო აქ. ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში კიდე სხვადასხვა დამოკიდებულებაა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ხო, ამერიკაში სხვა პოლიტიკა, ჩინეთში სხვა პოლიტიკა, ანუ შენ რა ვინახარ, ანუ შენ რა პოლიტიკა გაქვს ამასთან მიმართებაში, ხო, უფრო უსაფრთხოებისკენ ხარ, უფრო ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხარეს ხარ და შედარებით თვალს ხუჭავ პერსონალურ მონაცემების, ანუ პერსონალურ მონაცემების თემა ძალიან რო გაამკაცრო, უკიდურესად რო გააკაცრო, შეიძლება ხელოვნური ინტელექტის განვითარება გააჩერო ქვეყანაში. ხო, ანუ ეს ანუ ყველაფერი ჩვენ რასაც ვიყენებთ არის პერსონალური მონაცემი, ხო, რაც არ უნდა გავაკეთოთ ადამიანმა. შენ თუ ეს ყველაფერი შეზღუდე რომ ამ სერვერზე არ გააგზავნო, დამთავრდა იმ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტი. ანუ აქ არის ბალანსზე და სტრატეგიაზე არჩევანზე. ჩვენც გვაინტერესებს რა, ჩვენს მომხმარებლებს აინტერესებთ. აქედან გამომდინარე შეიძლება ის ბუნებრივადაც მოხდა, რომ ეროვნული ბანკი როგორც მარეგულირებელი ნამდვილად ძალიან წინ არის და აღმოჩნდა რომ მას აქვს ამ სფეროში დაწერილი მოთხოვნები კონკრეტულად რა სერტიფიკატი უნდა ქონდეს კომპანიას, რომელსაც შეიძლება ფინანსურმა ინსტიტუტმა გადასცას მონაცემი. და ერთ-ერთი ბანკი როცა მოვიდა, დაგვიდო ეს მოთხოვნები. იმ მოთხოვნების შესრულებას დავანდომეთ 6 თვე. ჯერ უსაფრთხოება, ტელეფაილები შევიძინეთ, შემდეგ პოლიტიკები დავწერეთ,
რომ ანუ აბსოლუტურად ვის შენ თანამშრომელს როცა აქვს წვდომა რა ვიღაცის ფინანსურ მონაცემზე ამის ლოგირება უნდა ხდებოდეს და ეს ლოგი არ უნდა იშლებოდეს და ასე შემდეგ და უამრავი რაღაც მე სერტიფიცირების პროცესი ავიღოთ ეს სერტიფიკატი და გადმოგცეს ეს ფინანსური მონაცემები ეს გავიარეთ და მაგრამ აი სხვა სფეროებში საქმეზე რომ მიდგება რა იქნება არ ვიცით იმიტომ რომ ესეთი მარეგულირებული აქტები არ ვიცით სადა აი ის პერიოდი გამახსენდა ეხლა doing business-ის რეიტინგის ნაწილში ვიყავი რამდენიმე წელი ჩართული და ესეთ რეიტინგი არის რომ საქართველოში რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება ამის რეიტინგს ადგენს საერთაშორისო გამოკითხვა და საბაჟოს ნაწილის ექსპორტ იმპორტის გამოკითხვებში იყო თქვა რა დოკუმენტებია სავალდებულო რა პროცედურებს გადის რა დრო ჭირდება ასე შემდეგ და ერთი დოკუმენტი ამოვაკელით რაც სავალდებულო დოკუმენტებში იყო მაგრამ უკვე რაც გაელექტრონულდა და შესაძლოა პირდაპირ გზავნა ნუ რაღაც დოკუმენტი ამოვაკელით ექსპორტის ნაწილში და როგორც მახსოვს რაღაც ორი პოზიციით დავწინაურდით რეიტინგი ერთი დოკუმენტი ამოვაკელით და წარმოგიდგენა ეგ სტრატეგიას რამხელა დატვირთვა აქვს უკვე ზოგადად ქვეყნის რაღაცა რეიტინგში მასშტაბში და ასე შემდეგ არა ეს უბრალოდ ყველა კანონზომიერებიდან ამოვარდნილია ამ ქვეყნის აი რაღაც განვითარების სიმაღლე ხო გვაქვს და ეს დიდი ამოვარდნა რა არაფრით არ შეიძლება აი იმეც დავიტოვოთ რომ მოახლოეს წლების განმავლობაში მოგვარდება ბატონად ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ყოველთვის სიამოვნებით მიგიღეთ დიდი მადლობა ვიდეოს ველოდებით